მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო. ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემათა ციკლს საქართველოს უახლესი ისტორია. მართალია ძალიან უსიამოვნო ფაქტებზე გვაქვს საუბარი, მაგრამ ესეთი არის საქართველოს ისტორია, ასე რომ ჩვენ დაუფიქსირებელი არაფერი არ უნდა დაგვრჩეს. თუ თქვენ რამ იცით, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაციები. თუ არ დაგაკმაყოფილებთ ის და ან კიდევ განსხვავებული რაღაც გაქვთ ინფორმაციის ფლობელები ბრძანდებით, დიდი სიამოვნებით შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობით, რომელზეც ჩვენ ვაფიქსირებთ ამ გადაცემას, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ და მადლიერნი დაგრჩებით. ვაგრძელებთ ჯერჯერობით ვერ ამოწურავთ სამეგრელოს დარბევის თემას, მაგრამ ნაწილობრივ დავიწყებთ მაინც ნელ-ნელა შევუდგებით იმ საქმეს, რომელიც ამ ხელს ყველა დამნაშავეს, ყველა მოღალატეს და საქართველოს მტერს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ედუარდ შევარდნაძე თავისი ბანდებით და ზურგი გამაგრებული ჰქონდა რუსეთიდან და ევროპელი მეგობრებიდან, რომელიც მე უკვე დაგისახელეთ. გავეცნოთ ახლა დიდი პოლიტიკოსი წალენჯიხაში. ეს სტატია დაიწერა 93 წლის ივლისის სექტემბერში და იგი გაზეთის წალენჯიხის ზარებში გამოქვეყნებულია. ჯერაც დაუსრულებელი ნარკვევის ცოდის კალოს ბოლო აკორდი იყო, მაშინ ცოდის კალო არ დამთავრებულა სხვათა შორის, ცოდის კალოს აქვს გაგრძელება, მაპატიეთ უცებ იმას შეიმახსენდა ახლა. ცოდის კალო ჯერად დასრულებულა, აქვს მინაწერი რომ გაგრძელება არის და იმასაც მოგართმევთ, მაგრამ რადგან აი ასე არის მითითებული პირდაპირ არის მინაწერი, მე შემიძლია აქვე წავიკითხოთ, რომ ეს გრძელდება ყველაფერი, მაგრამ იცოდეთ რომ თქვენ არაფერი არ გამოგცნია, თქვენ უყურადღებოთ არ დაგტოვებთ, გავაგრძელებთ, იმიტომ რომ აქ არის ისეთი სამხილები, რომელსაც ჩვენ სიამოვნებით კი არ გაცნობთ, არამედ ეს არის საქართველოს ქართველი ერისა და საქართველოს მოქალაქეების ტრაგედია, რომელიც უყურადღებოთ არ უნდა დარჩეს არავის, არც ჩვენ და არც მსმენელებს და არც უცხოელ ექსპერტებს, რომლებიც რაღაც დასკვნებს აკეთებენ, მაგრამ თვითონ არიციან დასკვნები როგორ უნდა გააკეთონ და როგორ უნდა იმოქმედონ ჯერჯერობით. ვიღაცებს ანგარიშს უწევენ და ანგარიშის გასაწევი არის მხოლოდ საზოგადოება, მხოლოდ მოსახლეობა. ანგარიშის გასაწევი ერთეული პიროვნებები ნამდვილად არ არიან, იმიტომ რომ ანგარიშის გასაწევი არის თავად ერი.
ჯერაც დაუსრულებელი ნარკვევის ცოდის კალოს ბოლო აკორდი იყო. მაშინ დაბეჭდვა ვერ მოესწრო, რადგან განუკითხავი ანგარიშწორებისა და ძალმომრეობის პირობებში, რაც სამეგრელოს ახლაც გრძელდება, გაზეთის გამოცემა შეწყდა. მას შემდეგ თითქმის 1 წელი შესულდა, მაგრამ მიზანშეწონილად მიგვაჩნია აქ ასახული რეალური სურათი ქართველმა მკითხველმა პირვანდელი სახით გააცნობიეროს ჩვენი კომენტარის გარეშე. 1992 წლის 24 ივლისს დილიდანვე მზიანი დღე იდგა. თავისდამტყდარი მოულოდნელი ტრაგიკული მოვლენებით დათრგუნული ხალხი ჩუმად მიმოდიოდა ქუჩებში, ნელ-ნელა გროვდებოდა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და მის გასწვრივ მდებარე ბაღში, ჩეროში აქა-იქ დადგმულ მერხებზე ჩამომსხდარიყო. თუ ტროტუარზე სასმელი წლის მოცო შადრევანთან ჯგუფ-ჯგუფად მდგარნი საუბრობდნენ საერთო სიდუხჭირებზე, ახლახან გადატანილ საშინელებებზე და შევარდნაძის ჩამოსვლის მოსალოდნელ პერიპეტიებზე. რა უნდა თქვას, რით უნდა გაიმართლოს თავი, რაც მოხდა, როგორ უნდა გვიშველოს. დაიქცა ქვეყანა მარტო წალენჯიხის რაიონში 800 ოჯახზე მეტი აწეოკებული, გაძარცული, გადაბუგული, 11 სახლია გადაბუგული, მოკლული და დახვრეტილი არის რამოდენიმე ათეული მშვიდობიანი მოსახლე, კანონიერი ხელისუფლების დამცველი გვარდიელები ცალკე. მხედრიონერები კიდევ უფრო მეტად გვიტევდნენ. დახმარების სურვილი ძალიანაც რომ ქონოდათ, როგორ გასწრებოდა ყოველდღე ადამიანი. რა დახმარებას უნდა შეგვიდეს ის კაცი, რომელმაც კრემლის შეკვეთით თავის სამშობლოს, მისი სამშობლო არ არის საქართველო. აი ერთი შეცდომა კი გადაშებული, სხვათა შორის ვინც ეს წერილი გადაწერა. მისი სამშობლო რო საქართველო ყოფილიყო, სამშობლო სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ შულზე უფრო მაღლა აყენებს შენ სამშობლოს, ასე რომ აქ უკვე შეცდომა გაქვთ დიდი დაშვებული და ძალიან მწარე. სამშობლოს თავისუფლების სხივი ჩაოქრო, ეროვნული ხელისუფლების დასამხობად კრიმინალურ სამხედრო გადატრიალებას უხელმძღვანელა, სხვებს განახორციელებინა, შემდგომ კი თანამოაზე ვაი ინტელიგენტებს საჯაროდ მოუწონა იარაღი რომ აიღეს ხელში და ვითომ ბჭყალებში შეგნებულთა ელიტის ბჭყალები დახურულია თხოვნით, ჩაუდგას სახსაბჭოს სათავეში. აგი ყველა გაიძახეს, დიდი პოლიტიკოსიაო, რა იცი, იქნებ დაგვეხმაროს თურმე კომისიის წევრები მოხვებიან, ყოველგვარ ზარალს იწერენ. ეს ზარალი ხომ ისედაც ჩაწერილია მილიციაში არსებულ განცხადებებში. მკვდრებს მიღა გაგვიცოცხლებს. ასე ესიტყვებოდნენ ერთმანეთს, შემხვედრნი და მაინც ინტერესის მოელოდნენ უზურპატორ სახსაბჭოს თავმჯდომარესთან შეხვედრას, რადგან ზოგი გულის სიღრმეში იმედოვნებდა გაიგებს რაიონის გასაჭირს და დაგვეხმარებაო. შუა დღისათვის ქალაქის ცენტრში რაიონის შემორჩენილი მოსახლეობა თითქოს მთლიანად გამოეფინა. ფრჩხილები გახსნილია, უმეტესობა კვლავაც გახიზნული იყო სხვადასხვა რაიონებსა და რუსეთში. ფრჩხილები დახურულია მომრავლდნენ შეიარაღებული პირებით, იკაროსისა და ლაზის ტიპის ავტობუსებით, უმეტესობა გვარდიელი და საველე აფორაჯებული ფორმა ეცვათ, იყვნენ მილიციელთა სკოლის კურსანტებიც, გვარდიელთა და კურსანტთა შორის წალენჯიხელები ამჩნევდნენ ნაცნობ სახეებსაც იმ ხედრიონელებს წინა დღეებში, რომ თავაწყვეტილნით არეშობდნენ და ორ კვირაში მთელი რაიონი გაძარცვეს ახალგიწვერო მოშვებული თვალებზე შავსათვალებიანი შავსათვალები მორგებულნი, ტუჩებზე იქედნური ღიმილით გარეულიყვნენ თითქმის პირტიტველა ახალგაზრდებში. თავს ზევით ძალა აღარ იყო. დამორჩილებული პატარა ქალაქი დიდ პოლიტიკოს ბჭყალებში, ქართული დემოკრატიის მესორო ბჭყალებში ესეც და მათ შეიარაღებულ დაცვას ქედმოხრილად უნდა შეგებებოდა. შეძრწუნებულ მაცხოვრებლებს ბჭყალებში საპატიო ძალად სტუმრობისათვის დასაშვებ ვითარებაში უნდა შეეჩილა თავიანთი გასაჭირი, თუმცა ისიც ცხადი ხდებოდა, რომ ზოგიერთი სახსაბჭოს თავმჯდომარეზე აგრესიულად სიტყვიერ შეტევას აპირებდნენ, ამიტომაც ადგილობრივი გამგებლობა საკმაოდ შეშფოთებული იყო, რათა მათ რეპუტაციას ფაქტობრივი ხელისუფლების თვალში შეჭრილი არ მიდგომოდა. მით უმეტეს დიდი სტუმრის ბჭყალებში მიღებისათვის სამზადისი და გულმოდგინება არ დაუკლიათ. კინოთეატრში საზეიმოდ მოწყობილ დარბაზის პრეზიდიუმში თურმე ძვირფას ლარნაკებში ეწყო ყვავილები, იქვე კი ნახევარლიტრიანი ბოთლებით ჩაციებული მინერალური წყლები დაედგათ. სავარაუდო სახელდახელო საუზმისთაც თადარიგი დაეჭირათ. ბჭყალებში საპატიო სტუმრის მისვლის შემდეგ ყვავილები და მინერალური წყლები იატაკზე გადმოყარეს და წალენჯიხის 6 ივლისის ტრაგედიის მსხვერპლთა ჭირის უფლებამ. თავიდანვე გავრცელებული ხმების მიხედვით დიდი პოლიტიკოსი ბჭყალებში 14 საათზე უნდა ჩამოსულიყო. აღნიშნულ დრომდე ბევრიც არ რჩებოდა, ცოტა როცა ცენტრალურ
მოედანზე საზარელი წივილ-კივილი ატყდა უბედურებისაგან თითქმის გონსდნის დაკარგვამდე აღელვებული რამოდენიმე ახალგაზრდა შაოცან ქალს მკლავებში ჩაფრენოდა და ძლივს ამაგრებდნენ. განსაკუთრებით ერთი ახალგაზრდა ქალიშვილი იყო ყავდა პირისახეს. აჩოჩქოლებულ ხალხში ითქვა, რომ ამ ქალიშვილს ალალ-მართალი ავადმყოფი მხედვიონელთა მიერ 2 კვირის წინ წამებით მოკლული ძმის გვამი მეხურის ტყეში უნახავთ ბუჩქებში მიგდებული ცოტა ხანში, როცა მოედანზე სატვირთო მანქანა შემოიყვანეს, წივილ-კივილი კიდევ უფრო გაძლიერდა. ახლა ყველამ დაინახა ძარაზე დასვენებული კისრიდან ნეკრებამდე ჩაჩეხილი უთავო ცხედარი, რომლის გარშემოც და ზედაც უთვალავი მატლი ფუთფუთებდა. ფრჩხილები გახსნილია. შემდგომში რესპუბლიკურ პრესაში დაიწერა, რომ შევარდნაძის ჩამოსვლასთან დაკავშირებით სპეციალურად სამარხიდან ამოიღეს მიცვალებულიო, რაც მართლაც რომ დიდი მკრეხელობა იყო, ფრჩხილები დახურულია. აი ეს უნდა ნახოს ჩვენმა დამაქცევარმა, იძახდა აგზნებული ხალხი. მანქანის ირგვლივ რო იკუმშებოდა და ზოგიერთი შორი ახლოს შემდგარი ფჭობდა ადამიანთა დაუნდობლობასა და სამარცხვინო გულბილწობის შესახებ. მყრალი სუნის გამო ბევრ მათგანს სხვისახოცი აეფარებინა, მაგრამ იქაურობას არ შორდებოდნენ. საერთო მდგომარეობით გულამღრეულსა და საკუთარი გასაჭირითაც დანაღლიანებულს ფრჩხილები გახსნილია. გაძარცული, შეურაცხყოფილი, ულუკმაპურო დაჩენილი და იმ დღეებში სამსახურიდან თითქმის უმიზეზოდ გათავისუფლებული ვიყავით ფრჩხილები დახურულია. ხალხში ადგილის პოვნა გამიჭირდა. მხოლოდ ჟურნალისტის პროფესიული ფრცობის მოყარეობა მაიძულებდა დარჩენასა და ყურადღებით ყოველივეს დამახსოვრებას. დიდი პოლიტიკოსი ბრჭყალებში იგვიანებდა, ზოგიერთმა უკვე შინ წასვლა ირჩია, მაინც საკმაოდ ბევრი ხალხი დარჩა. 15 საათს გადასცდა, როცა ერთმა ახლობელმა ხმადაბლა მითხრა, საიდუმლოდ გავიგერო სტადიონზე დაფრინდებიან, იქით გადავინაცვლოთ, თორემ ხალხი რომ მოცივდება, მერე მოვლენებს ახლობდნენ, ვერც მივადევნებთ თვალს. სტადიონ იპოდრომის შუა ალაყაფის რკინის დიდი კარების პირდაპირ ახლახან ბრძოლა გადახდილი სკოლა-ინტერნატის მიმოლეწილი მინებით ჩაბუგული ეზოს შესასვლელთან გრძელ მერხზე ჩამომждარი ნასტობი თბილისელი შენიშნე მილიციის პოლკოვნიკის ფორმაში ერთმანეთს ვესალმებოდით. მეც იქვე ჩამოვჯექი და გავიხსენეთ საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში გატარებული წლები. ეს ეხლანდელი პოლკოვნიკი მაშინ სტუდენტთა თეატრის დადგმაში პატარა როლებს ასრულებდა. მე ამ თეატრს როგორც გაზეთის რეპორტიორი რესპუბლიკის გარეთაც ვახდი და ახლაც ცხადია ზოგი რამ გასახსენებლადაც ჰქონდა. დღევანდელობით ორივენი შეწუხებული ვიყავით, რადგან ასეთი გასაოცარი ცუდი პროცესის თვითმხილნელი და თანამონაწილენიც გავხდით. იგი თურმე წალენჯიხაში რამოდენიმე დღით ყოფილა მივლინებული ჯგუფის უფროსად. დღეს აქ შეიძლება რაიმე ინციდენტი მოხდეს, მკითხა არ ამგონია ხალხი დამფრთხალია და მშვიდობის მოსურნე გულწრფელად მივუგე, როგორც ფიქრობდი, თუმცა შესაძლოა დაღუპულთა ჭირისუფლებმა თავიანთი გასაჭირი ხმამაღლა თქვას გული ამოიფერთხონ. სათქმელი კი უნდა თქვან, ასეთი იყო მილიციის პოლკოვნიკის აზრიც. სათქმელი მართლაც ბევრი რამ იყო წალენჯიხაში მოხდა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უსაზარლესი დანაშაული, როცა ქართველები შინ მიეჭრეს განსხვავებული აზრის მქონე თანამემამულეებს, მათ წესრიგის დაცვის ბრჭყალებში საბაბით 4 ივლისს დაბომბეს წალენჯიხის რაიონის სოფლების ჯგალისა და კანთის მიტამოები, შეურაცხეს, ააწიოკეს და გაძარცვეს მშვიდობიანი მოსახლეობა, რითაც ხელი შეუწყეს მომხდარი ყო ძმათა მკვლელი შეტაკება. 6 ივლისს დაიბომბა წალენჯიხის, ხოლო 9 ივლისს კი სოფელ ნაკიფუს შემოგარენი. ბოროტების აღზევებამ რამოდენიმე ათეული ადამიანი შეიწირა. გამარჯვებულება ბრჭყალებში ველური სისასტიკით დახოცეს წვეშავარდნილი მოწინააღმდეგენი ბრჭყალებში და მათ შორის სრულიად უდანაშაულო მაცხოვრებლების სტუმართმოყვარე პატარა წალენჯიხა სატანური ძალების მაოხარ ქართველთა სათარეშო გახდა. ანგარიშწორებისა და ძარცვა-გლეჟის მასშტაბებს ყოველგვარ წარმოსახვას გადააჭარბა, რის შედეგადაც სამეგრელოს მთელი ისტორიის მანძილზე აქ პირველად გაჩნდნენ მკვლელობები. უკან მოუხედავად რომ ტოვებდნენ თავიანთ ნაამაგარ სახლკარს წალენჯიხელებისაგან წარფრთული მანქანებით გაიზიდა, ისევ მათივე ძვირფასეულობა ავეჯი საყოფაცხოვრებო ნივთები ვერტფრენებით უამრავ რეისებს აკეთებდნენ ნაძარცვის გადასაზიდად. თბილისში გადაყავდათ აგრეთვე დაპატიმრებული უდანაშაულო წალენჯიხელები, რომელთაც არავითარი კავშირი არ ჰქონიათ ამ შეტაკებასთან, მაგრამ გამოძიებას ბრჭყალებში თავისი ზიტვა ხომ უნდა ეთქვა. ფრჩხილები გახსნილია, ზოგიერთი მათგანი ამ ძიების ბრჭყალებში დროს ისე მაგრად იყო ნაცემი და დამუშავებული
განთავსებული ბრჭყალებში, რომ ფსიქიკურად სამუდამოდ ტრამვირებული დარჩა, ერთმა კი შემდეგ თავი მოიკლა. ცხადია, რაც მოხდა, კარგად გვახსოვდა და ზოგიერთი სიმართლის უთუო თავშეუკავებლად მიახლიდნენ სახსაბჭოს თავმჯდომარეს, რომლის დასტურითაც მოეწყო ეს მეოთხე სადამშრომლო ექსპედიცია სამეგრელოში. ვერტმფრენი ზუზუნის გაგონებისთანავე მოსაუბრენი წამოვდექით ინტერნატისა და სტადიონ იპოდრომის გამყოფ ქუჩაზე გამოვედით. ნაცისფერი სამხედრო ვერტმფრენი ფეხბურთის მოედანზე ჩაეშვა. ერთი წუთიც არ გასულა, რომ მეორე იქვე დაჯდა. მერე და კი მათ მოყვა უფრო მოზრდილი ყვითელი ვერტმფრენი და ჩემს გვერდით მდგომმა რაღაც დაასვენს, რომ დიდი პოლიტიკოსი ბრჭყალებში უთუო თამაში უნდა ყოფილიყო. სტადიონის ხალხმა იწყო გამოსვლა და იმ დროს შევეფეთე სატელევიზიო პროგრამა მოამბის ბრჭყალებში ფრჩილები გახსნიან, მაშინ ჯერაც ასე ერქვა მაცნეს წინამორბედს. ფრჩილები დახურლია წარმომადგენლებს ჩემს ძველ თანამშრომლებსა და მეგობრებს, რომლებსაც როგორც აღვნიშნე ბოლო პერიოდის პოლიტიკურმა რეალიებმა დამაშორა ხელის ჩამორთმევისას ბევრი ინერციით ერთმანეთი მაინც გადავკვოცენ და მოვიკითხეთ. წალენჯი ხელებს სადმე ჩასაფრებული ხალხი ხომ არა გყავთ? იხუმრა ერთმა მათგანმა და პოლიციის პოლკოვნიკის შეკითხვაც გამახსენდა. თითქოს მე მოვლენებს წინასწარი პროგნოზი შემცებოდეს. შესაძლოა ანგარიშმი უცემლად ღიმილით უბად გავეპასუხე და მაშინვე გავიფიქრე, რომ ასეთი ხუმრობის დრო და ადგილი შეუფერებელი იყო, ამიტომაც სწრაფად დავძინე. მართლა არ გეგონოთ. ამასობაში მნიშვნელოვანი რამ ხდებოდა. ხალხი ყოველი მხრიდან მოაწყდა სტადიონის ცენტრალურ კარებს. დიდი პოლიტიკოსი ბრჭყალებში შემხვდეთ და წინა პოზიციებზე შაოსანი ქალები იყვნენ, საერთო უბედურები და გათანგულები. თურმე სამეგრელოს სხვა რაიონებიდან ჩამოვიდნენ სიმართლის გასარკვევად. შევარდნაძის პირველმა მათ გადაუჭრეს გზა, ხალხი გაყუჩდა, სმენად იქცა, მაგრამ საუბრის ხმია წინა რიგებს არ გადმოსცდენია ამ დიალოგის შინაარსი. გაზეთ წალენჯიხის ზარებში დაიბეჭდა, ალბათ მაცნეს ბრჭყალებში არქივშიც არის ვიდეოფილი, მაგრამ სრული სახით არ უჩვენებიათ საბჭოს თავმჯდომარეს ელაპარაკებიან სრულად უდანაშაულო საზარელი წამებით მოკლულების მერაბ კვარაცხელიას და ზაურ ზარქოას. დები იქვე მოგროვდნენ მხედრიონელებთან. ბრძოლაში დაღუპულთა თუ შეტაკების შემდეგ დახვეწილთა დედები, დები მეუღლეები და ახლობლები, სახლთამწვარი და პირწმინდად გაძარცვული გაუბედურებული ადამიანების ერთი ნაწილი თავიდან საუბარი თითქმის შვიდად წარიმართა. ავტომატიანები ხელუყბარებით, წელდამშვენებული მცველებით გარშემორტყმული ედუარდი დაძაბული გაუმეტყველებით ისმენდა საყვედურებს და თანაგრძნობის ნიშნად თავს ოდნავ უქნევდა შემხდურმა შაოსნებს თანდათან შემოკრებელნიც მიჯუფდნენ მოსაუბრეთ და როცა სახსაბჭოს თავმჯდომარემ წინსვლა მოისურა, გზის გაგრძელებება იოლი არ აღმოჩნდა. როგორც იქნა, მთელი პროცესია დუნად შეტუკდა და დაეცა მაშინ იფეთქა დაგროვილმა ბოღმამაც. რა გინდოდა შეიუდა ახლა რაღაცა ჩამოხვედი სამეგრელოში. მკვლელო ჩვენი შვილების სისხლი გცხია, რატომ არ გასკდება მიწა და შენც დგეხარ, სადაც შენ დგეხარ, სატანავს სამეგრელოში ჩასაქოლი ხარ. ისმოდა აქეთ იქიდან, რის შედეგაც გაისმა ერთობლივი შეძახილები იუდა, სატანა დააკონკრეტა ზოგიერთმა და ხალხმა უკვე სატანის სკანდირება დაიწყო, თუმცა დრო და დრო ერთმანეთს ენაცვლებოდა ორივე შემამკობელი ეპითეტი იუდა, სატანა. ამ დროს ერთმა გვარდიელდამა ავტომატის ლულა მიუშირა შეძახილებში. აქტიურ მაღალ წვეროსან მამაკაცს პროცესიის გვერდით მისდევდა. წვეროსანმა უცებ ავტომატს ხელი წავლო, ლულა მკერდზე მიიბჟინა და ხმამაღლა შეძახა. აჰა, მესროლე რომ ამ სისხლის მსმელმა დაინახოს, ჩემი მკერდიდან როგორ გადმოვა სისხლი, იქნებ გაძღეს ყურებით. გვარდიელმა ავტომატი მაშინე დაუშვა და თითქმის დარცხვენილმა ჩაიბურტუნა. მე შენ რა მკვლელი მნახე. დიდ პოლიტიკოს ბრჭყალებში ზოგიერთი ხელებით წაეპოტინა, მას ფერიფური მისდიოდა, მზერა გაფაციცებოდა მაპატიეთ მცველებში ჩაფლულს. განწარებული ხალხი ნელ-ნელა მიაქანებდა დანგრეულ გაპარტახებული სკოლა-ინტერნატის გასწვრივ სტადიონის კაპიტალური გალავნის დასაწყისთან მდებარე მოთარეშე შურისმაძიებელთაგან გადაბუგული სახლებისაკენ მცველებსაც ფერი წასვლოდან, რადგან დამხტურნი ისე მჭიდროდ აკროდნენ, რომ ჭკუაზე მყოფთაგან იარაღის ხმარება გამორიცხული იყო. მათი ავტომატები თითქმის მხარზევით აწეული ეჭირათ, ლულები ცისკენ ოდნავ შეეხლა შემოხლაც, რასაც თუნდაც ერთადერთი გასწვლა რომ მოყოლოდა, უთოთ საშინელი ყოველად გაუთვალისწინებელ უბედურებას გამოიწვევდა. მცველები ძალზე ბევრნი იყვნენ, ისინი ისხდნენ ხეებზეც სახსაბჭოს თავმჯდომარისა და მისი შლეიფის ახლობლებიც, ახლო-მახლოსაც მოყვებოდნენ ჯგუფებად.
ჯგუფებად ამბობდნენ რომ უშუალოდ სახსაბჭოს თავმჯდომარეს მიჯუფთულ მცველებს ახლომყოფ წალენჯი ხელთან ერთმა გადასახა ბიჭო თქვენ ნურავის ნუგეშინიათ ხელს არავინ გახლებთო დაძაბულობა ისე დიდი იყო რომ ვერ გაუძელით შევჩერდი და გვერდზე კი გავედი მთელი ეს ჭრელ სახა პროცესია გასდა ინტერნეტის ეზოს და კვლავაც ძალიან ნელ-ნელა მიიწევდა გადამწვარი სახლებისაკენ დარბეული საბავშვო ბაღისაკენ სადაც აქა-იქ კიკინებიანი პლასმასის თოჯინების კიდურები და ნაფრეთები ეყარა უზურპატორს თან მიაცილებდა შაოსანთა კივილი წყევლა კრულა მუქარა რასაც სატანისა და იუდას ძახილით ერთსოდა ამ დროს კი ვიღაცას აღმოხდა ზვიადი დამხვდორთა უმეტესობას თითქოს გულიდან ლოდი გადაუგორდა წივილ კივილი უთავბოლო ხმაურის შეცდა და გაისმა ერთობლივი ხმამაღალი ამოძახილი ზვიადი მერე დიდხანს ხმაშეწყობილად იძახდნენ საქართველოს პრეზიდენტის სახელს ეს იყო უზურპატორისადმი პროტესტის ხალხის გულის თქმის თავისთავად სახელდახელოდ გამოსახატავად გამონახული თითქმის საუკეთესო ფორმა საშუალება და იმაზე მინიშნებას რომ თქვენ და გულის გასახეთად კვლავაც პრეზიდენტს უჭერთ მხარს უსამართლო დევნილისადმი ამგვარი თანადგომის ხაზგასმით მჟავდებოდა მოძალადეთა მიმართ უნდობლობად ზვიადი გუგუნებდა მთელი ქუჩა რომელიც ამ დროს ისე იყო ხალხით გაჭედილი რომ იტყვიან ნემსიც არ ჩავარდებოდა მხოლოდ ტროტუარის განაპირას შედარებით თავისუფლად მოძრაობდნენ ცალკეული პირები და იქიდან ყვავისმოდა წვეროსანი მამაკაცის მჭახე შეძახილები შეუსირცხილო აქ როგორ გაბედე მოსვლა რატომ მაშინ არ მოხვედი რომ როცა ხოცავდნენ გძარცავდნენ შეურაცხყოფდნენ ახლა აქ რა გინდა რა უნდა გითხრა რა უნდა დაგვირდე რაც შენმა გამოგზავნილმა ხალხმა სამეგრელოს გაუკეთა არც ერთ დამპყრობელს არ გაუკეთებია და ასე შემდეგ წვეროსანი მამაკაცისადმი უცებ გაიწია გვერდით მომავალმა ახლა უკვე სხვა გვარდიელმა და თანაც უწმაწურად შეაგინა ხელითაც უნდა შეხებოდა როცა შუაში ერთი დარბაისელი ქალბატონი ჩადგა და დაძაბულობისაგან ათრთოლებულმა გვარდიელს უთხრა შენ საქციელს თუ იცი რა მოხვება ამის თქმა და მეორე გვარდიელმა ახმახიტანის ახალგაზრდამ აგრესიულ ჯარისკაცს საყელოში ჩაავლო ხელი და უკან დაითრია დიდი პოლიტიკოსი ბჭყალეში მათ დიალოგსა და მოქმედებას ოფში გაწურლი ადევნებდა თვალს მან მარჯვენა ხელი ასწია და წვეროსანს ხელ გამოცდით ანიშნა დაწყნარებულიყო ამ ჟესტმა მართლაც გაჭრა და წვეროსანი დადუმდა პროცესია კი გზას კვლავ ნელა განაგრძობდა სტადიონის შუა კარებსა და პირველ სახელდამწვარ ოჯახს შორის მანძილი სულ 200-ოდე მეტი იქნებოდა რომ მის გავლას მთელი ეს პროცესია ნახევარ საათზე მეც მოუნდა როგორც იქნა შევარდნაძე შევიდა პირველი სახლის ეზოში და სადაც მას უთხრეს რომ კიდევ 10 საცხოვრებელი სახლი იყო წალენჯიხაში ამგვარად გადამწვარი სახსაბჭოს თავმჯდომარე გამოცოცხლდა როცა დაიწყო დაპირებები რომ უმოკლეს დროში ყველა სახლი იქნება აღდგენილი რომ სახელმწიფო იზრუნებს დაზარალებულებზე კიდევ უკეთეს სახლებს ააშენებდნენ და ასე შემდეგ ფრჩხილები გახსნილია რაც შემდეგ თითქმის ყველაფერი არ შესრულდა ფრჩხილი დახურულია როცა პირველად დამწვარი სახლის ეზოდან გამობრუნდნენ თანხმდება პირებმა არ ურჩიეს შევარდნაძეს დათვალიერების გაგრძელება რადგან ქალაქის ცენტრალური უბნებიდან კვლავ უამრავი ხალხი მოედინებოდა უწევთ ნაკადად და დაფეთებული დიდი პოლიტიკოსის ირგვლივ მორევად ქცეული გამაყურებელად გმიასებდა და ზრიალებდა გარბის გაისმა შეძახილები რაშიც დაუფარავად ახტაცებაც გამოსჭიოდა ფეხის წვერებზე ავიწიე თვალი ძელის მოვკარი სტადიონ იპოდრომის გალავანში სამხრეთის მხრიდან შესასვლელ პირველსავე კარებთან ძალზე აჩქარებული ნაბიჯით დაწინაურებული დიდ პოლიტიკოს მაკუნ სუკან მისდევდა მხლებელთა საკმაოდ დიდი ჯგუფი რომელთა შორის ზოგიერთი მაქსიმალური მონდომებით გარბოდა რათა დროულად შეერგო თავისი სტადიონის შესასვლელში შეერგო თავი მაპატიეთ სტადიონის შესასვლელში და შეესწრო ერთ-ერთ ვერტმფრენში რაც მათ მიერ უთუოდ გადარჩენის სტოლფასად აღიქმებოდა ეს იყო მეტად შთამბეჭდავი თითქმის კომიკური სიტუაცია მაგრამ როგორც დედაქალაქიდან ჩამოსულთ ისე განრისხებულ წალენჯიხელებსაც გაოცებასა და აღშფოთების გრძნობა დაუფლებოდათ მათ ერთმანეთსა უკვე აღარ ესმოდათ ხმაამოღებლად ვუყურებდნენ მთელი ამ პროცესის მნიშვნელობას არეულობის საერთო სურათს და ვფიქრობდი იმაზე თუ რა დიდი ტრაგედიაა როცა ქვეყანას მეთაური ასეთ დახვედრას ბჭყალებში მეთაური ასეთ დახვედრას მოგიწყობს შენი ხალხი ამიტომაც ალბათ გულის სიღრმიდან აღმოხდა შევარდნაძეს როცა განაცხადა რაც მე წალენჯიხაში გამოვცადე წესაც არ უსურვებო ბჭყალები დახურულია მაგრამ ის რაც აღარ უთქვამს რომ რა გინდ ბევრი ვითომ სხვებზე შეგნებული ბჭყალებში თანამოაზე და მოხე ყავდეს შეუძლებელია შენ წინააღმდეგ აღზული ამდენი ადამიანი ცდებოდეს და შენ ერთი იყო მართალი მათ წინაშე მეორე მერე
ბევრს წერდნენ და ამბობდნენ სამთავრობო საინფორმაციო საშუალებანი, რომ ეს შემხედნი წარმოადგენდნენ ბრბოს 3 ტელეგადაცემაში შტაბ-ერთიანობების გასაძლიერებლად კომიკურ მაღალ რეგისტრში გაახმოვანეს შაოსანთა წივილ-კივილი და გული იჯერეს დამამცირებელი უმსგავსი კომენტარებით. სინამდვილეში სხვანაირი იყო შეურაცხყოფილი და გაუბედურებული ხალხი წრე-გადასული მწუხარება და აღშფოთება ერთობლივი ძალისხმევით გამოიხატა, მაგრამ იქ მყოფნი ბრბოდ მაინც არ გადასახულან. მხოლოდ ერთეულმა ადამიანებმა თუ დაკარგეს საკუთარი თავის კონტროლი, მაგრამ მათი საქციელით რაიმე სახიფათო ბოროტის ზახვის შემცველი არ ყოფილა. დიდი პოლიტიკოსი ბრჭყალებში რომ არ გაქცეულიყო ეს პირველი აღტკინება გადაივლიდა და დიალოგი ალბათ შედგებოდა, მაგრამ ცხადია სახსაბჭოს თავმჯდომარეს კიდევ ბევრი მწარე სიტყვის ატანა მოუწევდა, რაღა ფასი აქვს ტიტულსა და თანამდებობას, თუ კი თანამემამულე ასე მოგექცევა. და თანაც არც თუ უმიზეზოთ მერე მიკვეს როგორ მოხდა რომ უზარმაზარი იმპერიის ერთ-ერთი დიდი ბრჭყალებში ჭკვიანი ხელმძღვანელი, რომელმაც ახლო წარსულში გარკვეული ავტორიტეტი მოიპოვა მსოფლიო პოლიტიკურ წრეებში, ასე უმწევო მარიონეტად იქცა. მშობლიური ერის თითქმის ყოველი გამოფხიზლების პირობებში მაინც ნუთუ ვერ უნდა იგრძნო, რომ დამპყრობელი უცხო ქვეყნის მიზნები შეუძლებელია ემთხოვოდეს შენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ან კი რა უნდა იყოს ისეთი რამ რაც თანამემამულეთა უმრავლესობის სიძულვილის საზღაურად ღირდეს. საერთოდ გაუგებარია რა ძალაა ისეთი კაცო მამულისადმი მოვალეობას დაავიწყებს და მხოლოდ ზეობის სურვილით გადამუხტავს, რის გამოც რენეგატობასა და კოლაბორაციონისტობას სასახელოდაც კი მიაჩნევინებს. პოლიტიკოსი, რომელმაც ვერ განჭირდა საბჭოთა კავშირის დაშლა და ბოლოს მხოლოდ 28 დღიანი მინისტრი გახდა, უთუოდ უნდა წასულიყო ავანსცენიდან. საქართველოს უკვე სხვა ხალხი მართავდა და კეთილგონიერება უნდა ყოფნოდა, რათა იმპერიის ინტერესების შესაბამისად საკუთარი სამშობლო კიდევ ბრჭყალებში ვიტყვი, მისი სამშობლო არ ყოფილა საქართველო და არც იქნება წინააღმდეგ არ ემოქმედა. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებთან განუცხადებია თავი დამანებეთ, მე ერთი პენსიონერი კაცი ვარო, ან ახლა მართლაც არ და ასე დაგვიანებით სამეგრელოში რისთვის ჩამოვიდა? არდი აქ ჩამოსვლამდე თქვა, რომ სახელმწიფო ფაქტობრივად არ არსებობსო, სამხედრო ფორმირებანი მას არ ემორჩილებიან, ხოლო მხედრიონის მესეური, რომელმაც რამოდენიმეჯერ იკისრა სამეგრელოს დამსჯელის ფუნქცია, მისი მეგობარია და თანაც იგი, მიუხედავად ცუდი ბიოგრაფიისა, შინაგანად სუფთა და პატიოსანი ადამიანია. სახელმწიფო თუ არ არსებობს და თუ მისი შინაგანად სუფთა ბრჭყალებში, პატიოსანი ბრჭყალებში მეგობრების მეთაურობით ქართულ სამთავრობო ბრჭყალებში სამხედრო ფორმირებებს დაუშალად შეუძლიათ მშვიდობიან მოსახლეობასაც ტანჯაწამებით ამოხადონ სული სახლები დაუწვან გაძარცვან. მას რაღაცა იმედო სიტყვა უნდა უთხრა საქაურ მაცხოვრებელს, ხოლო თუ თვითონაც აქ ჩადენილ მოქმედა თანამზახველია, მოგაცავთ. თანამზახველია, მაშინ ხომ ყოველგვარი შეპირება, მხოლოდ დაცინვაა, თუ კი ვერ განსაზღვრა საკუთარი ადგილი ახალ მოვლენებში. ვეღარც თავისი სამშობლოს მომავალი, ვეღარც თავისი ხალხის ბედი, ვეღარც ცოდვა მადლის ზღვარი განა აწის სამომავლო სასიკეთო საქმეების ჩადენას შეძლებს. ნუ თუ არ იციან, რომ ქართველებმა ახლა სახსაბჭოს თავმჯდომარის თვალებში რომ შეციცინებენ, დამპყრობელი ქვეყნის გენერალი და ერთ-ერთი მესოური კვლავაც იმპერიის დავალებებს რომ შეასრულებს, იგი ხომ საბოლოოდ და მხოლოდ ისე მოიქცევა, როგორც მისადმი კეთილის მყოფელი რუსეთის ინტერესებისათვის იქნება მიზანშეწონილი. განა ძნელია ამის განსაზღვრა. კრემლის ღვთისმსახურებო მოქმედი იმპერიის ერთ-ერთი უერთგულესი მსახური, რომელსაც თავის პატრონებთან და თანამზახველებთან ერთად სურვილის საწინააღმდეგოდ ქვეყანა დაეშალა და თანამდებობა დაეკარგა, განა სანდო იქნება თავის პატარა ქვეყანაში მას რად იყო ისე მოუქნელი და მოუზომავი მისი პირველი სიტყვები და ნაბიჯები, რაში სჭირდებოდა ისეთი თვალთვალქსური სპექტაკლი, როგორც იყო 24 ივნის პრეზიდენტის მომხრეთაგან ვითომდა ტელევიზიის აღება. ნუ თუ გონია, რომ ამქვარი ფარსებით გამარჯვების ბრჭყალებში მოპოვება ავტორიტეტს განმტკიცებს, იქნე მე ვერ ხვდები ზოგრამეს, ნეტამც კი ვწდებოდი და იგი მაინც უშველიდეს. საქართველოს ყველაზე უფრო დამღონებელი მაინც იმაზე ფიქრი
იყო რომ თურმე ჩვენისთანა სატელიტი ქვეყნის მეთაურმა იმპერიის მხარდაჭერით თუ სარგებლობს შეუძლია თავს მისცეს ყველაფრის უფლება და თანამემამულეთაგან ვერავინაც პასუხს ვერ მოთხოვს თუნდაც ერის უმეტესობა მოისურვოს უზურპატორს ვერაფერს დააკლებენ ვერტფრენისაკენ გაქანებული ედუარდ შევარდნაძის შემხედარი საბოლოო დარწმუნდი რომ შეუძლებელი მართლა დიდ პოლიტიკოს ამგვარ ჭყალებში ამგვარი რამ მოუვიდეს ხოლო იმ ქართველთ რომლებმაც ასე თავზე ხელაღებულად ანდეს მას დამოუკიდებლობის მოსუნეს საქართველოს ბედი ან თავის მხრებზე არ ქონდათ ან კიდევ თავიანთი სამშობლო არ ყვარებიათ რენეგატობა სათეკილო საქმეთ არ მიუჩნევიათ დიდი პოლიტიკოსი ბჭყალებში და მისი ამალის წევრები ფაცი-ფუცით ხდებოდნენ ვერტფრენებში და როცა ისინი აფრინდნენ აღმოჩნდა რომ ზოგიერთი ტიტულოვანი მოხელე აქვე დარჩენოდათ იუსტიციის მინისტრი ჯონ ხეციურიანი სოფლის მოყარენი შემოეხვინენ მიუხედავად იმისა რომ დამხდურთა უმეტესობა ქართულ დემოკრატთა ბჭყალებში იუსტიციისადმი სრული უნდობლობით იყო გამსჭვალული მისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია ხალხს ძირითადად სახსაბჭოს თავმჯდომარესთან ჰქონდა პრეტენზიები ზოგი ძალიან კმაყოფილიც იყო უზურპატორს ასე რომ დახვდნენ ზოგიც გამოხატავდა უკმაყოფილებას ასეთი დიდი კაცისადმი ამგვარია დახვედა როგორ შეიძლებოდა გვეთქვა მაინც რა გასაჭირიც გადავიტანე და გვეჩვენებინა ყველაფერიო ესენი როგორც ჩანს მე იმის ბანაკში გადაბარგებული მედროვე ხალხი იყო სხვებზე მეტად უკმაყოფილონი დარჩენ სახლდამწვარი მაცხოვრებლები რომელთაც გაუცვლოდათ იმის იმედი რომ შევარდნაძე მათ გასაჭირს გულიდან მიიტანდა თუმცა შეხვდა ყოველ მათგანისათვის რომ გამართებულიყავ იმედის ქვიშაში ნაგებ სასახლესავით რომ უნდა გაცამტვერებულიყო ეს შემდგომში მოვლენებმა ცხადყო დაპირებების შესრულება ისედაც ნაკლებად იყო მოსალოდნელი, მაგრამ თურმე ის 20-ოდე დღის შემდეგ აფხაზეთის სამართლინო ომი დაიწყებოდა და წალენჯიხის გასაჭირი ვიღაც გაახსენდებოდა. მერე ხომ ბევრმა უფრო გაუბედურებულა ხალხმა იმატა და თანდათანობით განგაში ზარების მრავალჯერ ჩამორეკვის მიუხედავად ოილივე საქართველოს უდიდესი კატასტროფით დაამთავრდა. ვერტფრენების აფრენიდან ნახევარ საათში წალენჯიხა დაიცალა როგორც სახსაბჭოს წევრებისა და მათი დახვრით პირებისაგან, ასევე გვარდიელებისა და ჩამოსული მილიციელებისაგან. ეს რა ხდება? აქ ერთი დღეც არ ვარ გამჩერებელი მომესმა ნაცნობი პოლკოვნიკის სიტყვები, რასაც იგი ავტობუსში ჩასხდომისას გარშემო შემოკლებულ მილიციელთ ეუბნებოდა თანამოსაუბრეთაგან, ზოგი იგინებოდა და ზოგი იმუქრებოდა ალბათ წალენჯიხელთა მისამართით. პოლკოვნიკთან გამოშვიდობების სურვილი არ აღმზვრია. განცდილ ნანახი არაქად გაცლილი და შეცბუნებულიც კი ვიყავი, გონების mbas მიფორიაქებდა თავზარდამცემი კითხვა, რა იქნება ხვალ? მე ერთი რამ მინდა აღვნიშნო, რომ ინტერნატის შენობა, რომელიც დაკავებული ჰქონდა მხედრიონს, შემდეგ ხალხმა, შეუიარაღებულმა ხალხმა ალყა შემოარტყა და იმ ინტერნატის შენობაში გახდათ ჯაბა იოსელიანი და ჯაბა იოსელიანმა როგორც დიდმა მხედრიონის დიდმა, ასე ვთქვათ, მხედართმთავარმა, ხო? ისეთი არაკაცური შიში გამოავლინა, რომ სამარცხვინო იყო პირდაპირ. ხალხი სალყისა შეეშინდა და ამასობაში იგი მოლოდინში იყო, რომ მოეშველებოდა მას ვერტფრენები მოეშველებოდნენ. მართლაც ასე მოხდა, ვერტფრენები მოეშველნენ, მაგრამ ესენი ჩასულები იყვნენ ინტერნატის სარდაფში და ეს ინტერნატის სარდაფი იყო სავსე წყლით, თითქმის წყლით იყო სავსე და წარმოიდგინეთ ახლა თქვენ ადამიანი, რომელიც პირველ კაცობაზე თუ არა, პირველ კაცობა უნდა, მაგრამ მეორე კაცობა ბჭყალებში მიანიჭეს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ იქიდან არ გამოდის და იქცა პირველი სართული, სარდაფი, ანუ სარდაფი, მისი საძირკველი სარდაფი მიწაში იყო თლიანად, წყლით სავსე და კოღვეებითა და რაღაც საშინელებებით, ამაში იდგნენ ეს დიდი მხედრიონელები და დიდი მხედრიონთა დიდი მეთაური და მაპატიეთ და ის ტუალეტად აქციეს და თავიანთ დაბინძურებულ ტუალეტში ისე იდგნენ, თითქოს შანელის წყალში ბანაობდნენ. ამის შემდეგ ხდება ის, როდესაც მოეშველა მათ უკვე ვერტმფრენები და უნდა გამოიტანონ ჯაბა იოსელიანი, მაგრამ შეიარაღებული კი არა, როგორც არ უნდა ყოფილიყო ხალხი, როდესაც გამწარებულია, იმათ იარაღი არ ჭირდებათ. ხელები სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ გამოიყენო ნებისმიერ მომენტში, როდესაც შენ ამას საჭიროდ ჩათვლი.
და შევარდნაძე მეთქინო ეგივეა რაც შევარდნაძე რაც ჯაბა იოსელიანი ჯაბა იოსელიანი მოიფიქრეს ასეთი რამ და ჯაბა იოსელიანს გადააფარეს ზეწარი და როგორც მიცვალებული ისე გამოიტანეს საკაცით და ამაში მონაწილეობდა ერთი ქალი რომელიც იყო თავად წალენჯიხელი ეგრეთ წოდებული ექთანი და ფაქტობრივად ამ ქალმა გადაარჩინა ჯაბა იოსელიანი სიკვდილს. თორემ ის გაბრძნიდა ეს ხალხი, შეუარაღებელი ხალხი, გაგლეჯდა ჯაბა იოსელიანს სწორედ იმ სიბინძურისა და იმ საშინელებისათვის და იმ ტერორისათვის, რომელიც მან არაერთგზის მოახდინა სამეგრელოში და საერთოდ სრულიად საქართველოში. მაგრამ სამეგრელო მათი ეპიცენტრი იყო. რასაკვირველია, მოსახლეობა დაიბნა, იცით, ვერ მიხვდნენ, მათ მართლა ეგონათ, რომ ის გარდაცვლილი მიასვენებდნენ და არ იკადრეს, კოლხებმა არ იკადრეს, რომ ის ზეწარი ვინმეს ოდნავ მაინც აეწია, თორე იცნობდნენ და მაშინ გამოასალმებდნენ სიცოცხლეს, როგორც საჭირო იყო ისე. და ამ დროს ხდება ის, რომ მოტყუებული აღმოჩნდა ხალხი, ჯაბა იოსელიანი გაიყვანეს სამშვიდობოს, მაგრამ სამაგეროდ ეს ქალი ჩაქოლეს და მიაბარეს მოღალატეთა სიას. აი ასეთია, როდესაც ადამიანები ხალხი გამწარდება და ხალხს ვერ გაამწარებ, ასე მოექცევიან ყველა მოღალატეს, ყველა არაგას და ყველა არამზადას და ამას იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ინტერნეტის შენობაში, სხვათაშორის ამაზე რაღაც წერილი დაწერა მისმა ნათლულმა ლაშა თაბუკაშვილმა, რომელსაც არაჩვეულებრივად უპასუხა ზვიად გამსახურდია. სამწუხაროდ მე ის წერილი ვერ მოვიძიე, ერთად ვიცი რომ გროზნოდან გამოგზავნეთ ეს ყველაფერი, მაგრამ რომელ გაზეთშიც დაიბეჭდა, მე ჯერჯერობით ვეძებ იმ გაზეთს და ვერ პოულობ. ალბათ მომაწვდიან მსმენელები, მაყურებლები, იმიტომ რომ ეს იყო არაჩვეულებრივად ჰქონდა ზვიად გამსახურდიას აღწერილი იქაური სიტუაცია, როგორც მას ეს ყველაფერი გადმოსცეს, არავითარი გაზვიადება. პირიქით ეს ჰქონდათ ცოტა ტრაგიკულ კომიკურ ჟანრში დაწერილი და ეს იყო მართლაც ამ დიდი ეგრეთ წოდებული ჭალეში მხედართ თავრის შიში რაოდენ დიდი ყოფილა, მაგრამ ცოტა ხანში მაინც შევარდნაძე მას მიაგო ის რაც უნდოდა, მაგრამ შეგვეძლო აგვეცილებინა ის უბედურება, რომელიცაც მხედრიონს რომ ეგზნო, რომ მისი ხელმძღვანელი დაისაჯა, მხედრიონი მაშინვე გაიქცეოდა. საქართველოდან გაიქცეოდა, ისე როგორც არიან დღეს გაქცეულები. თქვენ გონიათ ჩვენ ეს არ ვიცით, ევროპაში რომ არიან, ამერიკის შეერთებულ შტატებში და საერთოდ მსოფლიოს კარგ სახელმწიფოებში გაიტანეს აქედან დიდი თანხები და წავიდნენ. ასე რომ ნუ იფიქრებს, რომ ჩვენ მათზე მონაცემები არ აქვთ, ამაოა თქვენი მცდელობა, დამალვისა, გადამალვისა, ვერაფერით ვერ დაიმალებით, სიკვდილს ვერავინ ვერ დაემალება და ასევე სიმართლეს ვერავინ ვერ დაემალება. ეხლა დიდი პოლიტიკოსის შედეგები ბჭყალებში, საქართველოს ერთიანობისათვის, კანონიერი ხელისუფლების დაცვა აღდგენისათვის დაღუპული კანონიერი გვარდიის მებრძოლთა სამეგრელო სამოქალაქო დაპირისპირების დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის სია ჯერჯერობით სრული არ არის და ზუსტდება. ვაწაძე თემური, სესკურია რეზო, გოგუა კობა, დარასელია ემა, ბულია თემურ, მირგატია ვიტალი, კობახიძე გურამ, ზარქუა მურთას, ხარჩილავა მალხას, ქითბაია ვანო, ტყემალაძე ფრიდონ, ძვაბვა ნიას, კანონიერი გვარდიის წევრები, რომლებიც სამსახურებრივი დავალების შესრულებისას დაიღუპნენ, ქობალია ენვერ, ანჯაფარძე ვახტანგ, კიწურაშვილი სიმონ, როგავა თამას, ხუბია მერაბ, რატია რობერტ, შურღაია იოსებ, პაჭკორია კახაბერ, ფირცხელიანი თამრიკო, ზუგდიდის მილიციის აფეთქებისას დაიღუპენ მინჯია სლავა, ვაწაძე კახა, ყურვა კახა, ლემონ ჯავაროინ. ამასთან დაკავშირებით მე წაგიკითხავ ზვიად გამსახურდიას მის ამძიმრება არის იმ ოჯახებს უსამძიმრებს, დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. შემდგომ აფეთქეს პირდაპირ ეს ახალგაზრდა ბიჭები. ზუგდიდში დაღუპულები არახამია თენგის, ხუცილავა ჯუმბერ, გალობლიშვილი ბეჟან, სამუშია გიზო, ჭითანავა ბესიკ, ხაზალია უსუპი. აკობია გია, კეზუა თენგის, გათელია გზაზა, ნასარიძე ზაზა,
სენაგი მარტვილი ხობის მოვლენების სექტემბერში დაღუპულები 92 წელს მე გეუბნებით ჯერ არ გადასულან ესენი და ჯერ კიდევ დაზუსტება მიდიოდა და სული სახით გამოქვეყნებული არ არის იმიტომ რომ ყველა ზოგი დაკარგულია და რასაკვირველია ნუ დაახლოებით მაინც რაოდენობა ჩვენთვის ცნობილი არის შემდეგ არის ხურცილავა როლანდი გოგუა თემური ფიცხალავა გურგენი სალია გონელი გულბანი გრიშა კვარაცხელიანი ვერ მანდარია ხვიჩა ბოხუა გენა ჯალაღონია რადიონ სტურარიევა სოტკილავა ზურაბ გოგელია სოსო წარენჯიხის მოვლენების დროს დაღუპულები ღვინჯილია გულადი გაბედავა პავლეშა ზარქუა ზაური ღვინჯილია რენო ზვაბავა ნუგზარი ძიძარია გუგუ კვარაცხელია მერაბ ხანთარია ვახტანგი შონია ონისე დარსანია როინ შენგელია ბიჭი კარტოზია ჯემალ მიქავა მურთას ფიფია გურამ ლომია გოჩა ბუკია ფრიდონ ოდიშარია კესო ხალვაში ბორისი ქოჩია ჯევალ თოდუა კოტე ნიჟარაძე გურგენ ჩანგელია რამინ ნინო ფუტკარაძე ფერცხელავა მიტინგების დარბებისას დახვრეტილები რეხვიაშვილი გივი თაქთაქიშვილი ლევან ბადურმჭედლიშვილი ხატიშვილი გიზო ტალახაძე იური ტურაშვილი მამუკა ჯიქია გოჩა შონია ენუკ 92 წლის 28 იანვარს ზუგდიდის მისადგომებთან დაღუპულები თოთუა პაპუნა ჯანაშია დავით ჯოჯუა ვახტანგ კუტალია თენგის ქარდავა მამუკა როგავა ფრიდონ წურწუმია ზვიად კორკელია რომან შედანია გელა ალექსანდრია მალხას ცხადაია მამუკა 91 წლის დეკემბერი ვარაზაშვილი ვარას ეს ქევხიშვილი ციცინო ამირეჯიბი ვახტანგ მარკოზია ეს არკადია ხურცილავა მალხას კალანდია სერიოჟა ვაჟვანია ირაკლი ესებუაგია მიქავა კაკო რამიშვილი არჩილ შენგელი ანზორ ესებუაგელა ტალიკაძე გიული ტილდიანი რევას ქაჯაია თენგის ბაისურაძე ლალი ბროძელი რევას ნუ მაშინ აქ უნდა დაემატოს ეს ეხლავე მოგახსენებთ მე თქვენ ტელევიზიის დროს ეს იყო მერაბ სულაძე რეზო ბროძელი ლიმა გიორგაძე ნუგზა დვალიშვილი მაგრამ კიდევ ბევრი იყვნენ რომლებიც სხვა მაშინ გვაქვს დაფიქსირებული და იმასაც 24 ივნისთან დაკავშირებით ყველაფერს გაგაცნობთ შემდეგი გახლავთ ისა ხო იტალიანის აღებისას შემდეგ არის აღაიანი თორდია ნიკოლოს თორდია ვახტანგ ლომთაძე ემზარ როგავა რამას გაბროშვილი გოგი ყავლეიშვილი ვალიკო კურთელია კონსტანტინე შანავა ნუგზარ რომელიცაც ოქტომბერში ბარიკადების წერეთელმა პამპალაშვილმა რომ ბარიკადები აღმართა რუსთაველის გამზირზე აი მაშინ და მოკლეს ეს შანავა ნუგზარი ზუგდიდელია წარმოშობით დაბადებული 1955 წელს ზუგდიდში ყურწვა პაატა სამაჩაბლოში და 1991 წლის 27 მარტს ოსებმა მოკლეს რაფავა ჯანო ზუგდიდელია ესეც შემდეგ შენგელია ონერ ვეკუა ვოვა ზუგდიდში დაბადებული არის დაიღუპა 29 წელს ბენდელიანი რომანი ზუგდიდში დაბადებული არის დაიღუპა ოსეთში ესე იგი სამაჩაბლოში მამუკა არაბიძე 93 წელს მარუკა არაბიძე ანზორ გოგოლაძე თენგის კიროკი ანუ კიროკი ზედმეტ სახელი იყო ბულია ზუგდიდის მისადგომებთან მოკლეს დავით არჩილიძე ლოლაძე ეს დაბადებული არის 66 წელს ყვალის ცნობილ მოვლენებთან არის და იყო მიუცაჯეს 10 წელი და შემდეგ კი წამების შედეგად დაუზიანეს ისეთი ორგანოები რომელთაც განუვითარდა კიბო და გარდაიცვალა გურამ და ედემ ბაღაშვილები ძმები თემურ სოსელია ბეჟან ჟორჟიზე ვეკუა ჯალაღონია ავთო რეზო მიხასზე შანავა ტყვეთ აიყვანეს ხონში აწამეს და 62 ნატყვიარი ქონდა წარმოიდგინეთ ეხლა ხომ ფსიქიურად ჯანმრთელები არიან თუ ვინ არიან აქ არის მითითებული ვისამდენი ნატყვიარი ალექსანდრე კვარაცხელია ზუგდიდის რაიონის ჯიხაშკარის მაცხოვრებელი სენაკის მისადგომებთან მოკლეს ნათელა დავითისასული თორდია ანთელავა ზუგდიდიდან წარმოშობით აკაკი არტემიძე ქადარია
ზუგდიდიდან თეიმურაზ გურამის მესხია ზუგდიდი სულხან სოლომონის სარია წალენჯიხა თემურ ვალერის შამათავა ზუგდიდი შაქრო ვიქტორის შაშინაშვილი ზუგდიდი ედემ მიგმოგელის დაკარგულია ზუგდიდი გოჩათ თენგიზის ხუნწარია სენაკი გია ლიონის ჭარტურია წალენჯიხა დაბაჯვარი გულადი ვლადიმერზე კვარაცხელია წალენჯიხა ჯგალი ვალერი ვოვა ჯოდეს თოდუა ზუგდიდი ალექსანდრე ბორისის ჭარტურია სენაკი მერაბ არდევანის ზექარდავა წალენჯიხა ჭალე კოტე აკაკის ასული ჩაკაბერია სენაკი ზურაბ ანატოლის ზეკვიკინია ხობი ავთანდილ შალვას ელიავა სენაკი ელვარ ალექსანდრე ზეჭკადუა ლადო ხუხუშას ზე ესათია ზუგდიდი ბადრი ლავრენტის ზექვარიანი სენაკი არტუშა თეოდორის ზე ქობალია ზუგდიდი მერაბ ვლადიმერს ასულის ზებჟალავა სენაკი მიმოზა ჯანაშია შელია ზუგდიდი იროდი ხარიტონის ჟიშკანიანი ზუგდიდი გოდერძი ლავრენტის გოგოხია ზუგდიდი კახა კორიძე ხუბუტია ეს 33 წლის ჩოროწუში დაბადებული 2 ნოემბერს მოკლეს ჯამბულ სოსელია ასევე ნოჯიხევში ესე სენაკის მისადგომიდან ნოჯიხევში დაბადებული მოკლეს ჯემალ აკაკის ჯერენაია მარტვილიდან წარმოშობით მოკლეს მაშინ რა ქვენ რუსებმა 11 ოქტომბერს ედიშერ ველოდიძე წიფურია ჩოროწუში დაბადებული 93 წელს ფოთში მოკლეს ზაზა ნოდარიძე პერტახია ზუგდიდში დაბადებული ღალიც გასწელ მოკლეს შემდეგ დახვრიტეს უпростоრად დახვრიტეს მიაგნეს მის კვას და ალყა შემოარტეს და დახვრიტეს 2 ნოემბერს ადგილზე წარმოიდგინეთ ანატოლი ნიკოლაძის ლაგვილავა მოკლეს 93 წელს ვახტანგ ნოდია ეს გრიცონის ცნობილი მხატვარი არის რომელიც წამებით ამოხადეს სული შემდეგ გია შევსებისათვის ვისაც ცნობები აქვს დაგვიკავშირდეს აი აქ მინიშნება ასეთი გია მამიასზე ნაყოფია ასევე იცავდა პრეზიდენტ ცაიშთან მოკლეს ხობში რუხში ფოთში და მოკლეს სოსო გელოდიძე ლემონჯავა ხონში მოკლეს ზაურ როგავა მოკლეს მალთაყვაში ჯენერ კეზუა მოკლეს მალთაყვაში ასევე ჯემალ შამათავა მოკლეს აფხაზეთში კონსტანტინე ტაბატაძე მოკლეს ფოთში ლევან ტაბატაძე ასევე ფოთში ჯაფარიძე გიორგი გაგა ფოთში მოკლეს საჯაია დავითი ასევე ფოთში მოკლეს თენგიზ ლოგუა ფოთში მოკლეს ასევე ჯონი გენადის ფირცხალავა ასევე მოკლეს ფოთში ლადო აკუპარდია ფოთში მოკლეს ვახტანგ გოგრაძე უღმერთო დაწამეს ყვარლის ტყის მოვლენების დროს და შემდეგ დახვრიტეს გაბრიელ ისაკაძე კარგად მოგესწრებათ დახვრიტეს 31 დეკემბერს სახლიდან გაიყვანეს და 1 საათის შემდეგ იპოვეს ტყვით დაცხრილული შემდეგ გურამ კიტია 24 ივნისს აფხაზეთში მოკლეს მერაბ გელაშვილი დარბევების დროს იქნა მოკლული გურამ ხორავა მოკლული იქნა წყალტუბოსავი გვიშტაიბთან შმალხას ღვინიაშვილი სამშობლოს ღალატის ბრალდებით იგი მოკლული იქნა ჯერ დააპატიმრეს და შემდეგ მოკლული იქნა ბათუ კვირკვია ჩოროწუში დაბადებული და შემდეგ იგი გვიშტიბთან იქნა ისევე მოკლული რუსლან გიორგის ასული ჭანტურია სენაკში დაბადებული მოკლული არის მამის თვალწინ თავს დედით ობოლი მამის თვალწინ იქნა მოკლული 92 წლის 20 თებერვალს გმირეული ისენია რა ეხლა ჩემთვის ახალი არ არის მაგრამ ხონტის აგეტირებია გავაშილიშვილი მიცავეთის ზედაგებისინციპებიდან ესეც უნდა წავიკითხოთ იცით მე 19 წლის ახალგაზრდა მოკვებებისცენი სიბოროტის დამანგრეველი და სიკეთის ღვთიური ძალა პირველი როცა სახელმძღვანელობის უგუნურებით და არაკომპეტენტური სასიკვდილოდ გაგწირეს ოჩამჭირეში და მეორე როცა ჩემზე დაჭილზე ღვთიური ზრუნვა გამოავლინა მთელმა წალენჯიხა მინდა სიმართლე იცოდეს ხალხმა რისთვის და რატომ მოვხვდით 13 კაცი წალენჯიხაში უკანასკნელი წინააღმდეგობა ოჩამჭირის დაცემის წინ ჩვენ
გაუწიეთ აფხაზურ დესანტს 2 თვის განმავლობაში კილომეტრით ვიყავით დაშვერებული აფხაზებს, როდესაც ციხეში გადმოვედით, გამოიკვეთ აზი იარაღის გადატანისას სახლში. არავის ეგონოს თითქოს ეს იარაღი ცხენის წყალზე დადგებოდა, იარაღი ცხენის წყალზე დადგებოდა. ბიჭებს ვისთანაც მე გადმოვედი, არასოდეს აუღიათ იარაღი ქართველთა წინააღმდეგ. ისინი 7 თვის განმავლობაში იბრძოდნენ აფხაზეთში. სრულად შემთხვევით ჩვენი განიარაღების დროს დავიჭერი, როდესაც აზერზე მოვედი საავადმყოფოს პალატა, სადაც მე ვიწექი სავსე იყო ხალხით. პირველსავე დღეს მომინახულეს ადგილობრივი ხელმძღვანელობიდან პრეფექტის მრჩეველმა კომენდატურის წარმომადგენლება, განსაკუთრებული მადლობა კახა მოლაშხიას, რომელმაც გაიგო ჩემი ამბავი აფხაზეთში დაჭილმა კახამ თავის პალატაში გადმომიყვანა ქალბატონი ჟონარა, კახას დედა, კახასგან არ მარჩევს. ოჯახმა მე-4 შვილად მიმიღო, მე ამ ოჯახში უკვე საკუთარ წევრად ვგზნობ თავს და ცოტა მეჩოთირება გაზეთში ამაზე წერა. დიდი მადლობა უბრალოდ წალენჯი ხელებს კახას სანაცესოს, რომელთაც ყურადღება არ მომაკლეს. დიდი მადლობა ბატონ თამას ფიფიას, ბატონ მამანტი ძაძამიას, ბატონ თემურ მესხიას, ქალბატონ დეზდემონა შანავას თანადგომისა და ყურადღებისათვის. დიდი მადლობა ბატონ გონერი სალიას გამოჩენილი თანადგომისათვის. დიდი მადლობა ჩეშმარიტ ქრისტიანსა და მოძღვარს მამა რომანოს გამოჩენილ ქრისტეს მიერი სიყვარულით. დიდი მადლობა საავადმყოფოს მედპერსონალს, ვინც გულისხმიერება გამოიჩინა ჩემს მიერ, ჩემო ძვირფასო ხალხო, ჩემო წალენჯი ხელებო, იმით გადაგიხდით ჩემს მადლობას, რომ არასოდეს არ მდგარ ვარ ცხენის წყლის არც ერთ სანაპიროზე და არც დავდგები, თუ მოხდა სასწაული და იარაღს ავიღებ მხოლოდ იმისათვის, რომ დავიფარო წალენჯი ხელები იმ ბარბაროსთაგან, რომლებმაც ცოდის კალო გაწიეს ივლისში. მადლობა კიდგრძელე და გარდაცვლილებს კი სამუდამო ხსენება ეკნებათ, ვინაიდან ჩვენ ამ გადაცემებს მხოლოდ ერთი მიზნით არ ვაწარმოებთ, იმიტომ რომ ესენი უნდა შევიდნენ ისტორიაში, როგორც საქართველოს გადარჩენის, საქართველოს კანონიერი ხელისუფლებისთვის, კი არა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვისათვის ბრძოლაში დაღუპულები. ეს არასრული სია, აი ეს ის არის სიკვდილით დასჯის შენიღული მეთოდი. ნახეთ, ეს საშინელი უბრალოდ არ ვიცი მე ეს როგორ აისახება, მაგრამ ესეთი მე მგონი ეს უნდა კონდეს დადებული ინტერნეტში, ალბათ არის ეს, მე ჭი არ მეპარება ამაზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაფიქსირდეს, ვინაიდან საინტერესო, ჭყალებში საინტერესო, უმძიმესი რამ არის ეს, უმძიმესი და მადლობთ. სიკვდილით დასჯის შენიღბული მეთოდი. საქართველოში ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა კანონით გაუქმებულია, მაგრამ მაინც ხდება ისეთი შემაზრდენი ფაქტები, როგორიცაა პოლიტპატიმართა მიმართ არაადამიანური დამოკიდებულება, რომელსაც ადამიანი ფიზიკურ განადგურებამდე მიყავს. ეს ხდება განსაკუთრებით მათი მიმართ, ვინც ბოლომდე ერთგულნი დარჩენ თავიანთი მწამსის. ასეთ ადამიანებს მიეკუთვნებიან წალენჯიხის მკვიდრი 28 წლის კობა ციმინტია. დაპატიმრებამდე ჯანღონით სავსე საპატიმრო ეს ხომ საერთოდ ძალიან ცნობილი ფაქტია. ჩემთვის ცნობილია და ალბათ სხვებისთვისაც ასევე იქნება, ვინც დაინტერესებული იყო. დაპატიმრებამდე ჯანღონით სავსე საპატიმროდან ჩონჩხად ქცეული გამოიტანეს. მას სამხედრო სამსახური მაშინ მოუწია, როდესაც საქართველოს ეროვნული გვარდია ჩამოყალიბებას იწყებდა და ის იგი უყოყმანოდ დადგა სამშობლოს სადარაჯოზე. 91-12 წლების ცნობილი ამბების შემდეგ კანონიერი ხელისუფლების მხარეს იდგა საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიასადმი სიყვარული და ერთგულება უფრო განმტკიცა მას შემდეგ, რაც პირადად გაეცნო იგი მოწიწებით იგონებდა პრეზიდენტის საოცარ საუბრებს, მის დამოკიდებულებას სამეგრელოსა და მეგრულიანისადმი. იგი არ ყოფილა ფანატიკოსი და ბრმად მიმდევარი ზვიადისა. ის ოცნებობდა მის ლექციებს, ნაშრომებსა და ლექსებს. იგი იყო მონაწილე აფხაზეთის ომის, ძმასთან ერთად იბრძოდა ტამიში რუსული დესანტის წინააღმდეგ, ქაღალდზე ტყვარჩელის მიმართულებით და კოდორის ხეობაში. კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ იგი მიენდო მთავრობის მოწოდებას შეწყალების შესახებ. იარაღის ჩაბარების შემდეგ ეს ალალმართალი სიკეთითა და სათნოებით სავსე უპრეტენზიო შრომისმოყვარე ობოლი ბიჭი მიწას ჩიჩქნიდა. მამისეულ ეზო სასუფთავებ და პატიოსანი შრომით აპირებდა ოჯახის რჩენას. ხელისუფლებისაგან დანდობის იმედი შეერთო ცოლის, მაგრამ მწარედ მოტყუდა. დაპატიმრების დღე ქორწილის წინა ღამეს შეარჩიეს. დედმამით ობლისათვის ბედნიერების ეს ერთადერთი დღეს რომ ჩაემწარებინათ, იგი მოსიყვარულე და თბილი ხასიათის გამო განსაკუთრებულად უყვარდა დედას. სიკვდილის წინ 4 ძმა დათაგან მას მოუხმო, სხვებს ნუეწყინებათ. შენთვის გაწეული ამაგი არ დამკარგვია.
ისევ შემიმსუბუქე უკანასკნელი დღები, რომ განსაკუთრებით გილოცავდა და მას მის მკერდზე დალია სული. კობა ჩინებულად მღეროდა, ჰქონდა საოცარი ტკბილი ხმა, მიღებული ჰქონდა არაერთი დიპლომი და медали, განსაკუთრებით უყვარდა მშობლიური ენა და ლიტერატურა, ზეპირად იცოდა კონსტანტინე გამსახურდიას ლირიული ინტერმეცო და სხვა ნაწარმოებები. კოლხური სიამაყაც ახასიათებდა მას. შეეძლო წარსულში კამჩატკაში, სადაც უფროსი ძმა ცხოვრობს, მაგრამ თავი დამნაშავედ არ მიაჩნდა და არ გაქცეულა. იგი 4 წელი იმყოფებოდა საპატიმროში. 5 თვის წინ მიუმართავს კოლონიის ადმინისტრაციისადმი თხოვნით გაეწიათ მისთვის სამედიცინო დახმარება, მაგრამ მათგან უარი მიიღო. ვალიდოლით გაუმასპინდა, მხოლოდ იგი ტუბერკულოზისაგან სასიკვდილოდ განწირული გადაიყვანეს ციხის ავადმყოფოში. ექიმი ბადი თედელაშვილი აცხადებს, საგანგაშო არაფერი ეტყობოდაო ბრჭყალებში და ჩასმული ავადმყოფზე, რომელიც მე-5 დღეს გარდაიცვალა. მისი სიცოცხლის ხელმყოფელებმა კარგად იცოდნენ, რომ ობლად გაზრდილი სახკავ დამწვარი კობა და მისი ძმა კახა პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად თანამდებობისა და გამდიდების მიზნს კი არ იდგნენ პრეზიდენტის გვერდით, არამედ ერთგულნი დარჩენ იმ ფიცისა, რომელიც გვარდიაში დადეს. სიკვდილის წინ პოლიტპატიმრების მზრუნველობითა და სიყვარულით გულგამთბარ ზვიადის სურათიცათვის შეუხედავს თურმე წმინდა ცრემლმა დაუსველა სახე, წამღერება მოიმდობა, ვერ გამოვიდა, მერე ძლივს წამოილუღლუღა, მე ბრძოლის არ მეშინიაო და საპატიმროს რკინის საწოლზე დალია სული. ძმის სიკვდილით გამწარებული და ეფერება კობას გამდნარ სხეულზე. ახლად მიყრილ მიწას და ფიცდებს თავდაუზოგავად იბრძოლებს იმ საქმისათვის, რასაც შეეწირა საქართველოს ხალხის უსაყვარლესი პრეზიდენტი, რათა ამით ძმის უწმინდეს სულსაც აამოს. სამუდამო ხსენება იყოს მისი. მე აგრეთვე ვალდებული ვარ წაგიკითხოთ პარალელურად ხო პოლიტპატიმრებიც იყვნენ და მთელი ნაწამები ხალხიც იყო და აქვე არის ესე იგი ავჭალის მკაცრი რეჟიმის კოლონიის პოლიტპატიმართა მიმართვა, ადამიანის უფლებათა დამცველ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც არავის ხმა არ მოუღია. 91-12 წლების სამხედრო კრიმინალური გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში გამეფებული უსამართლობისა და განუკითხაობის შედეგად საქართველოს ციხე კოლონიაში 100-ზე მეტი პოლიტპატიმარია. მათი მდგომარეობა ისევე მძიმეა, როგორც ყველა სხვა მჯარდებულისა. აღნიშნული გადატრიალებიდან დღემდე სარჩელზის მოხდის ადგილებში მკურნალობის დაბალი ეფექტურობისა და პენიტენციალურ სისტემაში არსებული კორუფციის გამო დაავადდა და გარდაიცვალა 6 პოლიტპატიმარი. ახლახან 93 იანვარს რუსთავის მპირალურ კოლონიაში გაბუნიას დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობის გამო გარდაიცვალა ტუბერკულოზის პოლიტპატიმარი. ავჭალის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მე-6 წელია სარჩელ სიხდის კანონიერი ხელისუფლებისა და ეროვნული გვარდიის წევრი სამხედრო ტყვე ნემო ჭანტურია უკვე რამოდენიმე წელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს მიღმა. ნემო ჭანტურია დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მაგრამ ავადმყოფობის სირთულის გამო შეუძლებელია მისი განკურნება. საპრობილის პირობებში მისთვის აუცილებელია სათანადო სპეციალისტების მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მუდმივი მეთვალყურეობა. მოგიწოდებთ ადამიანის უფლებათა დამცველ ყველა ორგანიზაციას აქტიურად ჩაერთოთ პოლიტპატიმარ ნემო ჭანტურიას გათავისუფლების საქმეში, რათა თავიდან ავიცილოთ სავალალო შედეგი, რომელიც საქართველოს ციხე კოლონიებში ყოველდღიურ ჩვეულებად მოვლენა ტექსტზე. პოლიტპატიმრები აწერენ ხელს ზაზა დანელია, რამაზ განიშნული, სოსო კუპრავა, კობა ძიძიგური, მამუკა აფციაური, ზაურ ქობალია, ზვიად ძიძიგური, დავით მჭედლიშვილი, ვაჟა წერეთელი, გოდერძი ჯოჯიშვილი, ზაზა დვალი და სხვები. აი ასე არის. აი ასეთი მდგომარეობა იყო საქართველოში. ეს სამარცხვინო და სამარცხვინოც აღარ არის ალბათ უკვე ამას სხვა რამე ქვია. მე ეხლა დაგიკითხავ თქვენ ერთი წუთით. დასავლეთ საქართველოს ოკუპაციის ქრონიკა. დასავლეთ საქართველოს ოკუპაციისათვის რუსეთის ჯარმა ოპერატიული მზადება დაიწყო მას შემდეგ, რაც ამიერკავკასიაში მყოფი რუსეთის ჯარების ჯგუფ სატანკო პოლკის ერთი ნაწილი T-72 ტიპის 15 ტანკი, ბრონეტექნიკის 30 ერთეული, BMP-1, BMP-2, BMP-3 და 30 სარდლის სატვირთო მანქანა დისლოცირებული ქუთაისში მიუახლოვდა სოფელ დაფნას და მოითხოვა ეროვნული გვარდიის წარმომადგენლისაგან გაეტარებინათ ქალაქ ვანის მიმართულებით. ვითომაც სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრების
წამოყვანის მიზნით. ქუთაისიდან ბათუმში ნებართვა ამ გადაადგილებაზე მიღებულ იქნა. მაპატიეთ, მაგრამ ეხლა აქ უნდა ჩანართი გავაკეთო, ვინაიდან ქუთაისისკენ წამოვიდა აი ეს შეიარაღება, ეს იყო ბალტინის ჯარები იყო და ამაში მონაწილეობა მიიღო, აი ამ ზუსტად სამდღიან ოპერაციაში მონაწილეობა მიიღო სანამ ბალტინი შემოვიდოდა საქართველოში, მანამდე ასლან აბაშიძემ გამოგზავნა ის კავკასიის სამხედრო ოლქის სპეცსამსახურები და ის სამხედრო ძალა, თავისი შეიარაღება, ფიზიკური ძალა და ასევე შეიარაღება, რომელთაც უნდა შეერჩერებინათ 3 თვის განმავლობაში აი მიმდინარე პროცესები, რომ არ დაძრულიყო ეროვნული გვარდია თბილისისაკენ, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ თითქმის ქუთაისში. აქედან გამომდინარე, სწორედ აი ეს ჭყალეში პასუხისგებლობა აიღო ასლან აბაშიძემ, რომელიც 3 თვის განმავლობაში აწიოკებდა, არბევდა, რასაკვირველია, ის რუსის ჯარი იყო და მისი ბანდებიც მოსახლეობას. იქ სულს მიერ რამოდენიმეჯერ დაიბომბა არა მხოლოდ სენაკი, არამედ წყალტუბო და მისი ესე იგი ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიები, სამტრედია უпростоრად და ამას მოყვა ის, რომ 3 თვის შემდეგ ჩამოვიდა ბალტინი, ედუარდ ბალტინი და შემდეგ უკვე ჩაენაცვლა ბალტინი იმ ძალებს, რომელზეც მე თქვენ უკვე მოგახსენეთ. ასე რომ ასლან აბაშიძეს კიდევ ერთი გმირული საქციელის შესახებ მინდა აი ამასთან მიმართებაში დავაფიქსირო. 22 ოქტომბერს იგივე შეიარაღებული ჯგუფი ოჯახის წევრების გარეშე დაბრუნდა ვანიდან და გაარღვია საფარი დაფნარში გაეშურა სამტრედიის მიმართულებით, ამასე დროს სატანკო პოლკის მეორე ნაწილმა ქუთაისის მხრიდან რუსეთის ავიაციისა და არტილერიის დახმარებით იერში მიიტანა ხობზე სამტრედიაზე. აქედან აღსანიშნავია, რომ ოკუპანტები სამხედრო კომპანიის მცდელობის დროს ბომბავდნენ არა მხოლოდ ქართული ჯარის საბრძოლო პოზიციებს, არამედ მჭიდროდ დასახელებულ ქალაქებსა და სოფლებს, კვარტალებს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ზონიდან სხვა მხარეს მდებარეობდნენ, რითაც აიძულებდნენ ეროვნული გვარდიის მებრძოლებს დაეტოვებინათ მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები. ამ ეტაპებზე საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ ამოქმედებულ იქნა რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების კიდევ 2 პოლკი. 23 ოქტომბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამტრედიისა და ხონის დაკავების შემდეგ დაიწყეს მარტვილისა და აბაშის საარტილერიო და საჰაერო დაბომბვა. 24 ოქტომბერს გადღოილ იქნა აბაშისა და მარტვილის დაცვა. იმავე ბარბაროსული ტაქტიკის გამოყენებით 25 ოქტომბერს მაპატიეთ რუსეთის ჯარმა დაიკავა ქალაქი სენაკი, 26 ოქტომბერს კი ქალაქი ხობი და 28 ოქტომბერს ქალაქი ფოთი. 26 ოქტომბერს რუსეთიდან იქნა გადმოგზავნილი ძერჯინსკის სახელობის დივიზიის დამატებითი ძალები. 27 ოქტომბერს საღამოს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდია გადავიდა კონტრიერისზე. 28 ოქტომბერს გათავისუფლებული იქნა ხობი და გრძელდებოდა ბრძოლები სენაკის გასათავისუფლებლად. 30 ოქტომბერს გათავისუფლებული იქნა სენაკი. ნათელი გახდა, რომ ამოქმედებული ძალებით შეუძლებელი იყო ეროვნული გვარდიის შეტევის შეჩერება, ამიტომ მსხვილი სადესანტო ძალების ჩამოსვლამდე 31 ოქტომბრიდან ოკუპანტებმა დაიწყეს სენაკის რაიონის მასირებული დაბომბვა. ეროვნული გვარდიის მიერ განადგურებული იქნა 3 რუსეთის თვითმფრინავის, სულ 27. 2 ნოემბერს ქალაქ ფოთში გადმოისხა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ოპერატიული დაჯგუფების დესანტი დისლოცირებული ქალაქ სევასტოპოლში. უკრაინის პრეზიდენტის ბატონ ლეონიდ კრავჩუკის ოფიციალური თანხმობით საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემდეგი საბრძოლო გემებმა BDK ოლშანსკი, 4 ოლშანსკი, შავი ზღვის ფლოტიდან სარდალი ადმირალი ბალტინი გემზე, ასევე ცუდად იყოს ეს იგი რაღაც ახალ კიდევ ერთი გემი არის მითითებული SKR, შემდეგ არის SKR Zherzhny, BDK Kunikovi, BDK 69, SDK 02, MT Zinichik, MPK 127, TM
სვენდა SB 524 გემების ოპერატიული დაჯგუფებები გაძლიერებულ იქნა შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ფეხოსანთა ბატალიონებით 1910 OBRMP და ეს რუსულად არის და ქართულადაც იგივე არის, ოღონდ შიფრება სხვანაირად და 126 DBO საზღვაო ფეხოსანთა რაზმი აღჭურვილი იყო 36 საბრძოლო ტექნიკის ერთეულით, 7 ტანკით, PT-76, 10 BTR-ით, 3 BRDM-ით, 3 SAU ნონათი, 4 SAU 2S-1, 3 SAU შილკათი, 6 მანქანით, პტური BRDM-ის ბაზაზე და უზრუნველყოფის მანქანებით. ამ ძალების პირადი შემადგენლობის 70% შეადგენდა უკრაინის მოქალაქეები, შეადგენდნენ უკრაინის მოქალაქეები, რომლებმაც ფიცი დადეს უკრაინის ერთგულებაზე, მაგრამ მეთაურებად იყვნენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებმაც ფიცი დადეს რუსეთის ერთგულებაზე. ამავე დღეს 12 ნოემბერს სერჟინსკის სახელობის დივიზიის 2 ბატალიონმა 700 სამხედრო მოსამსახურედ დაიკავა ქალაქები. ჩხოროწყუ და წალენჯიხა. 3 ნოემბერს ქალაქ ანაკლიაში ზღვიდან გადმოისხა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დესანტი, რის შედეგადაც დასრულდა საქართველოს კანონიერი შეიარაღებული ძალების ალყაში სრული მოქცევა. 2 ნოემბერს ეროვნული გვარდიის ნაწილებმა დატოვეს ქალაქი სენაკი, 4 ნოემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაარღვიეს ქალაქ ხობის დაცვა, 6 ნოემბერს ისინი შევიდნენ დაბრკოლების გარეშე ქალაქ ზუგდიდში და ამ დროისათვის კანონიერი ეროვნული გვარდიის ნაწილებმა დაამთავრეს გადაადგილება მცირედ დასახლებულ მთიან რაიონებში. ასე დასრულდა საქართველოს სრული ოკუპაცია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ქალაქები ანაკლია, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი, მარტვილი და ზუგდიდი, ფოთი, თბილისის მაგისტრალიდან სხვა მხარეს მდებარეობენ. მიუხედავად შავი ზღვის ფლოტის მეთაურების განცხადებისა, სამხედრო მისიის დასრულებამდე და გემების გამოსვლაზე საბრძოლო მოქმედებების რევანში დატოვეს შავი ზღვის ფლოტის კომენდატურა, სადესანტო ჯგუფი და MPK 127 სამეთვალყურეო სამსახურის რეჟიმში პორტის მისადგომებთან 15 ნოემბერს ფოთის პორტში დამატებით შემოვიდა BDK 54 დონულოვოდან, შემდეგ SKP ეს ვერ იკითხება 17 ნოემბერს ჩაიყვანა ადმირალი ბალტინი სევასტოპოლში, ეს რაღაც განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ გემების დამტყმელი ჯგუფი SDK 82 MT ზენიჩიკი, BDK ციკუნიკოვი, BDK ოლშანსკი და BDK 67 იმყოფებიან სევასტოპოლის გარე რეიდზე, ხოლო TM სვენტა ფეოდოსიაშია და მზად არის ოპერატიულად დაბრუნდეს სამხედრო მოქმედების ჩასატარებლად საქართველოში. დასავლეთ საქართველოს ოკუპაციის შედეგად რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შევარდნაძის ხუნტის ბანდიტურ ფორმირებებს, რომლებიც ოკუპანტების კვალს მიყვებოდნენ, შესაძლებლობა მიეცათ იმ ქალაქებში და სოფლებში, სადაც მოქმედებდა კანონიერი ხელისუფლება, მოსახლეობის დაყაჩაღების, შევიწროების, ტერორისა და წამების არის ადამიანთა მხეცური მკვლელობების, წამებისა და დახვრეტის ფაქტები მოყავს. რამოდენიმე ამ ფაქტიდან ხობში მხეცურად გაუსწორდნენ ეროვნული გვარდიის წვეთ ჩავარდნილ მეომრებს, აქედან 3 ცოცხლად დამარხეს, დაჭრილი ბესიკი ორამაშვილი დახვრიტეს საავადმყოფოში ექიმების თვალწინ, დაჭრილი ღვთისმოწყალე მათურელი მოათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, შემდეგ მხედრიონის და ეროვნული დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ყურადღება მიაქციეთ, რომ ეროვნული დემოკრატიული პარტია მხედრიონის დონეზე გადის ყველა ოპერაციებში. გამოიყენეს იქიდან, რის შედეგადაც მასზე არავითარი ცნობები აღარ არსებობს. 24 ოქტომბერს ქალაქ ხობის დაცვის დროს ტყვედ ჩავარდა მებრძოლი თემური ვაიმე გვარი არ უწერია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ სარაკონის მაცხოვრებელი, გვარი არ არის დასუსტებული. შევარდნაძის მანდილოსნებმა მას ცულით მოკვეთეს კიდურები და თავი. 27 ეს ის იყო, რომელსაც ქეთევან დოლიძე ხელმძღვანელობდა, ეს თეთრი მანდილი რო გაეშურა სამეგრელოს დასალაშქრად. 27 ოქტომბერს ქალაქ ხობში საკუთარ სახლში დახვრიტეს ექიმი ეზოპე სიჭინავე, იმას მხატვარი ნოდიას მოკვეთის მარჯვენა ხელში, შემდეგ კი თავი.
თავი 7 ნოემბერს ზუგდიდში ტყვეთჩავარდა ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი რაზმის მეთაური თენგიზ ბულია თბილისის ტელევიზიის გამოაცხადეს, რომ იგი თავად ჩაბარდაწვეთ, რომელიც მოკლეს შემზარავი წამებით მოკვეთის თითების შემდეგ ამოჭრეს გული. ინგურ ქაღალდის დამამზადებელი კომბინატის ეზოში დახვრიტეს მებრძოლი ზვიად ლელაძე და 3 თვის განმავლობაში მშობლებს არასდროს მიცვალებულს ოთარ ფაცაციამ ყოფილი სამსახურით ტერიტორია გამოიყენა სასაკლაოდ. ავიადაბომბებისა და სარაკეტო სროლების შედეგად ქალაქის სამტრედი აბაშა სენაკი მარტვილი დაინგრა საცხოვრებელი ბინება მოსახლეობას შორის არის მრავალი მსხვერპლი ამ რაიონებში აღმოჩნდა განადგურებული სოფლები სოფელი ნოსირი მთლიანად არის განადგურებული ქალაქ სამტრედი აბაშა სენაკი ხობი მარტვილი ხონი ცხორო წუწალენჯიხა ფოთი და ზუგდიდი გაძარცვულია თითქმის ყველა ოჯახი ქალაქ ზუგდიდში დანგრეულია და გადამწვარია უამრავი სახლი სოფელ დარჩელში გადამწვარი არის 19 სახლი აუტანელი პირობების გამო და სიცოცხლის შენარჩუნების გულისათვის სამეგრელოს ბევრი მაცხოვრებელი იძულებული შეიქმნა მიეტოვები და გაძარცვული საცხოვრებელი სახლები და დევნილებად გაქცეულიყვნენ. ესეც უნდოდა და ესეც ჩაატარა შევარდნაძემ თავისი ოპერაციის დროს. მკაცრავად აქ არის ეს სურათები მე თქვენ გაჩვენეთ ამათი მაგრამ ეს გვარები არის ძვაბავა პელეშე გაბედავა როინდარსანია მამუკაცადაია გენადი ბოხუა ზარქუა და ეს ზარქუა გითხარით მე გოჩალომიას ფოტო ვერ მოპოვიათ ჯემალ კარტოზია შაქრო შინაშვილი და მერაბ ქარდავა რომელიც ეს წალენჯიხიდან არიან ესენი შემდეგ არის ესე იგი შემდეგი გახლავთ ამას ჰელმუტ კოლს წერენ ჰელცერს ზვიად გამსახურდია ბატონ კანცლერო გერმანიის ელჩმა საქართველოს რესპუბლიკაში დალხობმა ახლახან საქართველოს ტელევიზიით განაცხადა შევარდნაძის შესაძლო გადადგომის შესახებ და დაცინა რომ ამ შემთხვევაში საქართველოს დაკარგოს საერთაშორისო ავტორიტეტს და ყოველგვარ დახმარებას საზოგადოებიდან. ეს განცხადება განიხილება როგორც უშუალო ჩარევა სუვერენულ სახელმწიფო შინაურ საქმეებში უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიური ტაქტისა ესე იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ეუთოს პრინციპების თანახმად ყველა ერთს აქვს უფლება გადაწყვიტოს თავისი ბედი და აირჩიოს ხელმძღვანელი სხვა ქვეყნის დიქტატისა და ჩარევის გარშე. საქართველოს ხალხი იმიტომ მოითხოვს შევარდნაძის გადადგომას, რომ მას არ ძალუს ქვეყნის მართვა, მან საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კატასტროფამდე და კრიმინალურ ანარქიამდე, შიმშილობამდე და სამოქალაქო ომამდე მიიყვანა. გერმანიის მთავრობამ ას არავითარი უფლება არ აქვს აიძულოს ან უბრძანოს ქართულ ერთს აირჩიოს გერმანიისათვის და თავად საქართველოსათვის სასურველი ხელმძღვანელი ამასთან ისიც უნდა იცოდეთ, რომ საქართველოსთან ჩამოსულ ჰუმანიტარულ დახმარებას არავითარი შობა არ მოაქვს ჩვენი ხალხისათვის, რადგან მას მის უდიდეს ნაწილს ქვეყნის მაფია ითვისებს და ყიდის სხვა ქვეყნებში, ასე რომ ქართული ხალხი უკვე კარგა ხანია არავითარ დახმარებას აღარ ღებულობს გარე სამყაროდან. თუ კი ბატონ დალხოფის განცხადება არ იყო გერმანიის მთავრობასთან შეთანხმებული და მან მხოლოდ პირადი მოსაზრება განაცხადა, როგორც ქვეყნის ოფიციალური თვალსაზრისი ესოდენ მნიშვნელოვანი პრობლემაზე, მე თქვენს მთავრობას მოუწოდებ გამოიწვიოს ბატონი დალხოფი საქართველოს რესპუბლიკის ელჩის თანამდებობიდან. პატივისცემით ზვიად გამსახურდია პრეზიდენტი დევნილობაში ქალაქი გროზნო, ჩეჩნეთის რესპუბლიკა. მიტინგები თბილისში როგორ ირბევა, აქ არის მისი ჩამონათვალი, ვაკის პარკში რა მოხდა, როგორ დაესხნენ თავს, რამდენი ხალხი იყო და როგორ იყო და ცეცხლის გაუხსნეს და ყველაფერი ასევე გელა გელაძე სამშობლო დალის ილაგაძე ხუმაფხაზეთიდან დევნილი თბილისში ასევე მიტინგები მიიღო რეზოლუცია ტერიტორიული მთლიანობისათვის ასევე ვაკის პარკში მგალმა მაგიდან მოაწყო მიტინგი რომელთაც მიიღო დადგენილება
დადგენილება შეთანხმება აფაზეთის შეწყვეტის თაობაზე, ასე რომელიც შემსრულებელიც არის დაგამწესებელი ედუარდ შევარდნაძე საქართველოში, რომელიც მიხედვითაც ხელყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა გაასწრა შიდა ქართლი და აფხაზეთი, განახორციელა ქართველი ერის გენოციდი, საკუთარ მიწა-წყალზე ლტოლვილებად აქცია ქართველები, ხელს უწყობს აფხაზეთის სეპარატისტების მიერ აფხაზეთიდან ქართველთა სრულ დეპორტაციას, გაამძაფრა დემოგრაფიული ექსპანსია, აქ ნომრების მიხედვით არის პირველი, მეორე, მესამე, მეოთეც ვკითხულობ ახლა. გაამძაფრა დემოგრაფიული ექსპანსია, რითაც ახორციელებს იმპერიულ გეგმას, საქართველოს უკართველებოდ, მეხუთე გააღადა კამშრომელი მოსახლეობა, ხოლო მათ მიერ შექმნილი მატერიალური დოვლათი ხელში ჩაუგდო მაფიოზურ და კრიმინალურ სამყაროს და ასევე თავად, ასევე შექმნა სრული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ქაოსი, საქართველოს მიიყვანა ნეოკოლონიალურ მდგომარეობამდე, რათა ამ გზით აქციოს რუსეთის გუბერნიად. ეს გახლავთ გაზეთი საქართველოს სამრეკლო 1993 წლის 7 აგვისტო. შეიძლება მე ეს დაგიკითხოთ და დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ ეს არის კიდე დამატებითი მასალა გახლავთ იმასთან დაკავშირებით, რომ 1991 წლის 23 დეკემბერს დილის 11 საათზე მოკლული იქნა რუსთაველის თეატრის წინ ბიჭიაშვილი ლაშა ნოდარიძე 23 წლის მცხოვრები კორპუსი ბაგები, კორპუსი 3, ბინა ნომერი 6, მამა ნოდარ ბიჭიაშვილი ცხოვრობს ზაქარიაძის ქუჩა, კორპუსი ნომერი 11, ბინა ნომერი 12, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში, გახლავთ კათედრის გამგე. მისი ტელეფონის ნომერი ჩაწერილი გვაქვს, ყველაფერი მოვაწოდა თავად მამამისმა შეხვედრის დროს. ასევე იქნა მოკლული და ეს იგი რამოდენიმე დღის შემდეგ იპოვეს ჩვენი ეროვნული გმირის ნათია ბაშალეიშვილის მამა, რომელმაც შევარდნაძე ზურგი შეაქცია და ეს მაშინვე გადაუხადეს, როგორც კი შევარდნაძემ რომ მოაწო რაღაც თავისი ჩამოსვლის ინსცენირება, სპექტაკლი, ნათია ბაშალეიშვილის მამამ პროტესტის ნიშნად ზურგი შეაქცია მას და ეს არაპატია და რამოდენიმე დღეში იგი იპოვეს დამხჩარი მტკვარში და გამორიყა სადღაც. შემდეგ აქ არის აგრეთვე ეს შემდეგი არის ეს ბარათი, უნდა წაგიკითხოთ. მოგახსენებთ, რომ 91 წლიდან 93 წლის სამოქალაქო ომის დამთავრებამდე ვიყავი საქართველოს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის, ასე რომ ამბობენ, მე მაინტერესებს მეორე, მესამე ვინ აირჩია ხალხმა. ზვიად გამსახურდიას მომხრე შეიარაღებულ ფორმირებაში, ცხოროწყუს მეხუთე ასეულის შემადგენლობაში ვირიცხებოდი 3 ძმანი ვიყავით, მე, ბესიკი და გურგენ ფირცხელავები. ეს უკანასკნელი ომში ერთ-ერთ შეტაკებაში, ეს იგი გურგენი, შეტაკებაში 1992 წლის 5 სექტემბერს შეეწირა კანონიერების აღდგენას. ასევე მონაწილეობას ღებულობდი ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში. 93 წლის ერთ-ერთი ოპერაციის დროს მივიღე მძიმე ჭრილობა ფეხის არეში მეორე ხარისხის სტატუსის. მოგახსენებთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირების შემდეგ დამაკავეს შევარდნაძის ხელისუფლებაში, ბამ პოპ-ჭალებში ხელისუფლება უწერია პოლიციელების გატაცებისა და მათ ოჯახზე თავდასხმის ბრალდებით. მომისაჯის 12 წლის თავისუფლების აღკვეთა, ჩემს ოჯახის წევრებზე მიმდინარეობდა პოლიტიკური დევნა, ასევე ჩემთან სისტემატიურად მოდიოდნენ კოლონიაში ძალოვანი სტრუქტურებიდან, მედავებოდნენ ჩემთვის გაურკვეველ მკვლელობებს, მათი ბრძანებით მოხდა რამოდენიმეჯერ მოხდა კოლონიიდან ჩემი 3 წლით საპყრობილეში გადაყვანა, ადგილი ჰქონდა 2003 წლის 20 აპრილს დადგენილებით ადგილი ჰქონდა რამოდენიმეჯერ ჩემს ლიკვიდაციას მოწამლით, 2001 წლის 30 ოქტომბერს დადგენილებით გამათავისუფლეს როგორც კანონიერი პრეზიდენტის მომხრე და აფხაზეთის ომის მონაწილე. მოგახსენებთ, რომ გათავისუფლების დღიდან დაიწყო ისევ ჩემი დევნა, მესამედეს დავტოვეთ მშობლიური კუთხე, ჩემი მეუღლე შვილთან ერთად წამოვედი საცხოვრებლად თბილისში. ცხოვრობდი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუშაობდი იმავე სამარშრუტო ხაზზე მძღოლად. ცხოროწყუს რაიონის მუშაკება დაუწყეს ჩემს ოჯახს მშობლებს აწიოკება.
ჩემი უცროსი ძმის დაკავება ცემა რათა გაეგოთ ჩემი ადგილსამყოფელი ზემოსვენებულიდან გამომდინარე ჩემი ოჯახი 92 წლიდან იმყოფება დევნაში მოგახსენებთ რომ 2003 წლის 7 იანვრიდან იმყოფებოდი უკანონო პატიმრობაში ციხეში გადმოყვანის დღიდან რამოდენიმეჯერ განცხადებით მიმართა გენერალურ პროკურორს სახალხო დამცველს ადამიანის უფლებათა და დამცველს მასმედიის წარმომადგენლებს თხოვნით შეხვედრაზე მაგრამ არავინ გაითვალისწინა ვარ დაკავებული სრულად თუ სამართლოდ დაზარალებული და მომკვლევების მიერ მოგონილი ჭორების საფუძველზე მათი შეთხზული ბრძალდებით მათი ხელნაწერებით მათი ხელმოწერებით და არანაირი მტკიცებულების გარეშე 2003 წლის 7 იანვარს ჩხეკის და დაკავების ორდერის გარეშე დამაკავეს ჩხეკას არავითარი საეჭვო არ მოყოლია თაროზე მიგდებული ნაპოვნი მოაპატიეთ საქმეთა სამინისტროს ყდა წამიყენეს ბრალად პოლიციაში მიყვანის შემდეგ ყდა ჩემთვის არავის უხსენებია მითეს მომხდარ თუ არ მომხდარ ჩემთვის გაურკვეველ ყაჩაღობაში გედებათო ბრალი რამე თქვენ რაც არ ვიცოდი დამიწყეს უმოწყალო ცემა რკინის ხელკეტებით დუბინკებით ცელოფანები გაგუდვები რამოდენიმეჯერ მიმაღებინეს კლინიკური სიკვდილი ჩამაგდეს უბრალოდ ჩამაგდეს კლინიკურ სიკვდილს მტკიცებულებად ჩემი მეუღლის ყვითელი ფერის ქურთუკი და 38 ზომის ბოტასები წაიღეს ვითომ დაზარალებული კი შავი ფერის ტყავის ქურთუკს წარმოთქვამდა და ჩემი ფეხის ზომა 42 არც იარაღი და არც მასალა ამოღებული და არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ თავიანთი მოგონილ შეთხზულ საქმეს წარმოებად გამოძიებას გადასცეს გამოძიებელი თვალით ერთხელ ვნახე მას ჩემთვის არანაირი ბრალი არ წაუყენებია დაკავების ერთი თვის შემდეგ გავიგე ჩემი მეუღლისაგან ყაჩაღობის მოხლით ჰქონდათ საქმე აღზრული ჩემს მიმართ გამოძიებლის გამოცხადების დროს მე არ შევხვდი მათ მე განცხადებაზე ვუგზავნდი გენპრო ბენიძეს სახალხო დამცველ ნანა დევდარიანს შეხვედრაზე და განცხადებაში ჩემი უკანონო პატიმრობის შესახებ ახსენებდი გამოძიებელს გაუგებარია ჩემთვის საჩივრის შესახებ და ვითომ დაზარალებულად თან მისულა და საქმე მთლიანად შეთით სადაც ილისწამების მუხრით გათვალისწინებულ სასჯელს აცდენოდნენ გამოძიებელმა საქმე თვითონ დახურა ჩემი მეუღლე დაიბარა და მოტყუებით მოაწერინა დასწრაზე ხელი და მას ჩააბარა სასამართლო ჩემს მიერ წარმოთქმულ შევადგომლობას არანაირად არ ითვალისწინებდა და კალიგრაფიული ექსპერტიზა ესე იგი სადაც მათი ხელნაწერები და ხელმოწერები ფიგურირებდა ექსპერტიზამ ჩემი გამმართველი დასკვნა წარუდგინა სასამართლოს მაგრამ პროცესი მაინც არ წყდებოდა ასეთი უკანონობის შემყურემ გამოაცხადა უადო შიმშილობა რომელიც 27 დღეს გასტანა გაზეთში გამოქვეყნდა სტატია ჩემს დასაცავად ჩემი უდანაშაულობის შესახებ და საქმის ობიექტურად გამოძიება მაგრამ ამაოდ ისევ განცხადებით თანახმად გამოაცხადა მშრალი შიმშილობა პირის ამოკერვით 14 დღე შიმშილი სიკვდილის პირას ვიყავი მისული ამ დროს ჩემს შვილს უბრძანდა ჩემს შვილს უბრძანდება რაღაც გაურკვეველ წერია თხოვნით და რელიგიური ქრისტიანული მწამსის შედეგად შეწყვიტა შიმშილობა რათა შვილის ჯანმრთელობა არ გაუარესებულიყო სასამართლოს განუმარტა ოჯახური მდგომარეობა ასევე როგორც ჩემს მიერ აყვანილი დამცველებმა ავტოტყებუჩავამ მაგრამ არანაირი რეაგირება არ მიიღო ამ დროს ჩემი ჯანმრთელობაც კრიტიკული იყო დიდი სიცხიანობა მქონდა ვითომ ვიღაც თავიანთი მოყვანილი დამცველი დაასწრეს პროცესს და 5 წუთში გამასამართლეს მომისაჯის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მოგახსენებთ რომ ამგვარი ქმედებებს 37 წლებში ჩადიოდნენ მე ზუსტად იმ დროინდელი წესით გამასამართლეს ჩემთან პოლიტიკური ზეწოლით და კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერი 91-12 წლების საფუძველზე ესე იგი ჩემთვის ტელევიზიის და პრესის საშუალებით ცნობილია რომ გენერალურ პროკურატურაში შექმნილია სპეციალური საგამომძიებელო კომისია რომლის სამართლიანი მუშაობის გამოტანად მიგვაჩნია თქვენი პიროვნება მოგმართა თხოვნით გაითვალისწინეთ ზემოსვენებული ასწეს ვიღაც იმას პროკურატურის თანამშრომლს ასე გონია საწყალს მაგრამ ჩემი სიმართლე გააგებინოთ ჭეშმარიტ და სიმართლისთვის დავდადებულ ქართულ ხალხს 30 დღე ისე უადო შიმშილობაზე ვარ ყურადღებოთ იმედი მაქვს ჩემ თოვნას გაიზიარებთ ხალხი და გულისხმიერებას და წინასწარ ვუხდი ყველას მადლობას ბატონი იყოს ყველა სამართლიანი ადამიანის ფართველი ბატონი ფირცხელავა აი ესეთი ამბები ხდება საქართველოში აქ აქვს დასკვნა ექსპერტიზის დასკვნა რომ 92
12 წლებში ესე იგი ასეული შემადგენლობაში იყო, რომ როდესაც იგი ამბობს, რომ იგი იბრძოდა აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისათვის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ასეთ განცხადებების დაწერას, როდესაც აქ მოქმედებს სულ სხვა წესი, სულ სხვა კანონი. დღესდღეობით ჩვენ ამით დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის.